პირდაპირ ეთერში ვართ საღამოშვიდობისა. გამარჯობა დავით და გამარჯობა ქალბატონო ირინა. დღეს ჩვენი სტუმარია ირინა რამბაშიძე, როგორც ყოველთვის დავით ჯაფარიძე წაიყვანს, დაიწყებს და წაიყვანს და მე როგორც რეჯითი მოწაფე მოусმენ ორ პროფესიონალს დიდი სიამოვნებით რათო სიტყვა შენ. მადლობთ საღამოშვიდობის, მადლობა ქალბატონო ირინეს გადაცემაში მონაწილეობისათვის და დღეს საინტერესო თემაა. საინტერესო იმ მხრივ არის კიდევ რომ საერთოდ კავკასია მრავალი თქვათ სიახლის ძალიან შორეულ წარსულში სიახლის ის იყო ცენტრი იყო. ეს უქონდა ჩვენ საუბარი მევენახეობა, მეღვინეობაზე, ქონდა მემარცვლეობაზე, ქონდა ანთროპოლოგიაზე და დღეს სარგებლობთ ამ შემთხვევით და ვისაუბრებთ მეტალურგიაზე. ერთ-ერთი უძველესი კერაა კავკასია და საქართველოს ტერიტორია მეტალურგიის. ძალიან საინტერესოა ეს თქვათ ის იმ ადამიანების საქმიანობა, ვინც აი ამ ძალიან რამდენიმე 1000 წლის წინათ სულ პირველები იყვნენ, ვინც აკეთებდნენ აი ამ იწყებდნენ იმ საქმიანობას, რომელსაც დღეს უკვე მთელ მსოფლიოში აფიქსირებული და ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. ისინი იყვნენ აი პიონერები, პირველები, ვინც მიაკვლიეს მადანს, ჯერ იყენებდნენ ეს პირველი ადამიანები მეტეორიტულ ლითონებს ციოჭედვის მეთოდით, შემდეგ უკვე დაიწყეს მადნის მოპოვება და დამუშავება, თან ეს გაართულეს ტექნოლოგიების გართულდა, იმიტომ რომ თვითონ ის უფრო რთულია, თქვათ, ბრინჯაოს მიღება, ვიდრე სპილენძის დამუშავება. მერე უფრო რთულია ლითონის მიღება, რკინის კერძოდ. კიდევ უფრო რთული ტექნოლოგია ჭირდება ფოლადს და ასე შემდეგ და ოქროს. აი ამაზე გაქნება დღეს საუბარი ქალბატონი ირინესთან, რომელიც არქეოლოგი ბრძანდება, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არის ეროვნული მუზეუმის ოთარ ლოთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელი. ხო, შემეშალა ისა. სწორია. და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მუშაობს ამ თემაზე, ამ საკითხებზე და აცნობს არა მარტო საქართველოში იკვლევს, აცნობს მსოფლიოს ამ ქართული მეტალურგიის საწყისებს. აი თვითონ ეხლა მოგახსენებს ყველაფერს დაწვრილებით და საფუძვლიანად. ხოთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩემთვის დიდი პატივია ხა თქვენ გადაცემაში მონაწილეობის მიღება და მიხარია რომ დაინტერესდით ესეთი იმით, იმიტომ რომ დღეს ახლა მოგეხსენებათ, რა ვიცი, მეცნიერებაში თუ რამე ხდება, არ ვიცი ვინმეს თუ აინტერესებს და ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს, ეს არის გერმანულ მხარესთან, ანუ ძირითადად დიდი ხანია ჩვენ გერმანიის ინსტიტუციებთან თანამშრომლობთ. ჯერ კიდევ 97 წელს დაიწყო ჩვენი კონტაქტები და დღემდე გრძელდება და ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 93 წელს ვიყავი სიმპოზიუმზე მიწვეული და იყო არქეოლოგების ესეთი ძალიან ცნობილი არქეოლოგები, რაღაცა პატრიარქები, რაღაც ეს აღმოჩნდა რომ მთელი სიმპოზიუმი ბერლინში იყო 1994 წელს და მაშინ იყო პირველად, როცა ნახე რომ ესე იგი საქართველოს ინფორმაცია საქართველოში აი ამ პრეისტორიული არქეოლოგიის, იმიტომ რომ მანამდე ხა ბერძნული და სამყაროსთან ურთიერთობის იმაში ბატონი ოთარ ლოთქიფანიძე იყო ჩვენი დირექტორი და მაშინ არაჩვეულებრივი კონფერენციები ტარდებოდა ვანში და ამდენად ხა ეს ბერძნული საზოგადოება და ანტიკური ხანის სპეციალისტები კარგად იცნობდნენ საქართველოს, მაგრამ როგორც მე ხა პრეისტორიული ხანის აი ამ სამეცნიერო წრეებში მოვხვდი, აღმოჩნდა რომ ანატოლია და ზედა ნაწილი, ანუ ჩრდილოეთი ნაწილი იყო თეთრი ლაქა. ანუ ანატოლია, ყველაფერი იყო ანატოლია და იქით არაფერი. და მაშინ ხა აღმოჩნდა რომ ჩემი მოხსენების მერე გახდა ისა რომ თქვენ ჩვენთვის ეს სენსაციური აღმოჩენა ხართ. აღმოჩენა ამ შემთხვევაში იყო მოხსენება, რომელიც ეხებოდა სამცხე-ჯავახეთის ძირითადად ძალიან კონკრეტული საქმე ის იყო, საკითხი იყო განხილული, ეს იყო სამცხე-ჯავახეთი, როგორც აი მესოპოტამიისა და ანატოლიას შორის აი ხიდი. მაშინ ამ შემთხვევაში ეს იყო ძალიან საინტერესო. აბა ერთი კითხვა მაქვს, ეს არ ეხება ეხა თემას, აი ეს თეთრი ლაქა იყო, ამას რას აბრალებთ?
საბჭოთა კავშირის გამო საბჭოთა კავშირის კი არ იყო წვდომა უბრალოდ ხო არ იყო წვდომა და ამდენად ის სამუშაოები რაც მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირში ძალიან მწირი იყო უცხო ენაზე საერთოდ და ამდენად იქ კი იცოდნენ როგორ არის იცოდნენ ხა რაღაცა კუფტინი ბატონი ოთარ ჯაფარიძე ეს ყველაფერი მაგრამ აი ის რომ აი ხა ეს კონტაქტები რაღაცა ყოველ შემთხვევაში თვითონ ამას ვერ იზიარებდნენ ანუ ამ შემთხვევაში ლიტერატურა არ იყო ცნობილი ამათ ამ შემთხვევაში იყო რომ ნუ რაღაცნაირად ისე მოხდა რომ მოდი იქნებ რაღაცა ვქნათ იმიტომ რომ ძალიან ესეთ სასაცილო შემემთხვა სიმპოზიუმზე ერთი ჩემი კოლეგა მოვიდა და ჩემი გვარი რო წაიკითხა მითხრა ოიო თქვენო საქართველოდან ახლა რომეო ეხაო სამ ქართულს ვიცნობო შევარდნაძე სტალინთან ამბაშიძესო და ძალიან იმაში მოვხვდი უცებ რა ქვია ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი რომ მეთქვი რაღაცნაირად მოდი ხა გავაცნოთ ამ ხალხს ეს საქართველო როგორ შემიძლია რა თქმა უნდა ხა ანუ მაშინ ბევრი შესაძლებლობები ხა რო გითხათ დაგეგმილი იყო რამე ეს მოგატყუათ ხა ამ შემთხვევაში მოხდა ძალიან საინტერესო შეხვედრა როდესაც პრინციპში ძალიან ბევრი კოლეგა მთხოვდა ამ პუბლიკაციის გაკეთებას მათ ინსტიტუციებში ჰოლანდიიდან იქ იყო ნიდერლანდების უნივერსიტეტიდან ნუ რავი ბევრი რაღაცები იყო ისეთი რომელიც და ძალიან ისეთი ურთიერთობები დაიწყო 1996 წელს როდესაც ჩვენს კოლეგებთან აი ბატონ ანდრეას ჰაუპტმანი იყო ჩამოსული საქართველოში და ანდრეას ჰაუპტმანი იყო სამთო მუზეუმის გერმანიის სამთო მუზეუმის არქეომეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი და მეთან მისი ურთიერთობის შემდეგ დაიწყო რომ მე მიწვეული ვიყავი გერმანიაში მიმიწვიეს და ამ შემთხვევაში იყო ლითონების შესწავლაზე. ნუ მაშინ ახლა იცით მე მამა არქეოლოგი მყავდა, რომელიც ძალიან დიდი ხანი მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო და არაჩვეულებრივი მასალები იყო მოპოვებული ამ მამას პერიოდში და მან ვერ მოასწრო ამისი ნუ და ნუ მე თქვენ თავიდეთ და გავაკეთოთ ეს ანალიზები, გავაკეთეთ ეს ყველაფერი და როდესაც აი ესეთი არაჩვეულებრივი მასალები გამოჩნდა, ჩვენს ხელთ არსებული მასალები და შესაძლებელი გახდა მისი შესწავლა, ესეთი თანამედროვე მეცნიერული შესაძლებლობებით რაც იყო. და მაშინ იყო რომ მოდი გავაკეთოთ გამოფენა ბოხუმის მუზეუმში. ხა ბოხუმის მუზეუმი არის ძალიან პროფილირებული მუზეუმია და იქ არის სამთო საქმეზე არის ძირითადი აქცენტი და მეტალურგია, სამთო საქმე და საერთოდ წიაღისეულის მოპოვებაზე. ამიტომ იქ ყველანაირი ნახშირი, პირველად რომ მოხვდი ბოხუმის მუზეუმში, ვიცახოდი რომ აქ რა მინდა, იმიტომ რომ იყო ძირითადად ქვანახშირისა და ამ ანუ გერმანიაში არსებული მადნებისა და არსებული ესეთი წიაღისეულის გამოფენები. და მაშინ პირველად დაიგეგმა ჩვენთან გამოფენა და ეს გამოფენა იყო სრულიად ესეთი ძალიან კარგი გამოვიდა. 3 წელიწადი ვიშრომეთ ამ მასალებზე, რომლებიც შეგროვდა ყველა მუზეუმიდან, თითქმის საქართველოს ყველა მუზეუმიდან ჩვენ წავიღეთ არაჩვეულებრივი კოლექციები, რომელსაც სადღაც თითქმის ყველა ნივთი იქნა ეს რესტავრირებული. მაშინ ახლა ჩვენ და რესტავრაცია ძალიან ესეთი არ იყო, ახლა ესეთ დონეზე არ იყო იქ რაღაცა სხვადასხვა ტექნოლოგიებს იყენებდნენ აქ და ნუ იქაური ის იყო რომ ეს ყველა ნივთი იქნა ანალიზირებული იქნა ძალიან დიდი ნივთი და იქნა რესტავრირებული. ამ რესტავრაციაში გამოჩნდა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ აი გეტყვით კოლხურ სამაჯურებზე ხო აი ეს ნაწილი აი მაჯის აი ამ ნაწილის სიზარღვები იყო შემორჩენილი რომელიც იყო ნუ ფასდაუდებელი ეს იგი ეს არის საანალიზე მასალა არის და დღეს ახლა იმაში გენეტიკური კვლევებისთვისაც ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იყო ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩნდა რომ რკინა ჩვენთან ესეთი მე სადღაც პირველი 1000 წლეულის რკინის ნივთები არის ინკრუსტირებული და ორნამენტირებული რაც აქ
აქამდე არ ვიცოდით, ანუ ჟანგის ქვეშ აღმოჩნდა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია. ასევე იყო ვანის რკინის ქანდაკებები, რომლებსაც როდესაც ჟანგი მოცილდათ არა, აღმოჩნდა რომ დიადემები უკეთიათ ოქროსი და ანუ ეს ყველაფერი ჟანგის ქვეშ. ამიტომ იქ ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია შემოვიდა, რაც შეიძლება ერთი კითხვა, აი ამ რესტავრაციამ გამიჩინა შეკითხვა. ხშირად არის ხოლმე მე როგორც დილეტანტი გამართი რომ რესტავრაცია საჭირო თუ კონსერვაცია ეს უფრო ალბათ მოსიხება და აი რესტავრაციაზე რაც გულისხმობთ აი ამ აღდგენის დროს ხომ არ იკარგება რამე ხომ არ იცვლება ჯობია პირიქით არა პირიქით ანუ კოროზია ცილდება და ეს ხდება მიკროსკოპის ქვეშ თანამედროვე ეხა ჩვენთანაც იგივე კეთდება და არაჩვეულებრივი ლაბორატორია აქვს ეროვნულ მუზეუმს და არქეოლოგიურ ცენტრს კიდე დამოუკიდებლად რომლებიც და იქ მთელი ინფორმაცია რესტავრაციის მერე ჩდება, იმიტომ რომ რესტავრაციის დროს არის პროტოკოლის დგება და აი ეს ნელ-ნელა რაც ჩდება, ნაჭერში იყო გახვეული ნაჭრის დოკუმენტია, ტყავში იყო ტყავი. ესე არ ჩანს, იცით? ეს იმდენად კოროზირებულია ხარ რკინა მით უმეტეს, რომ აი სრულიად დაფარულია ხოლმე. ხო, მაგალითად ბრინჯაოს იმაზე არაჩვეულებრივი ის იყო ჩვენი ლოგო იყო ირმის ქანდაკება რომელიც რესტავრაციის მერე აღმოჩნდა რომ ვერცხლით არის ინკრუსტირებული მუცელი და ესეთი ისინი აქვს და რა ქვია ეს დიღმის ამოჩენა არა ეს იყო იმიდან დუშეთის რაიონიდან და რამდენადაც მახსოვს დიღომში აი აბრამაშვილის გათხილ ძეგლზე როსტომ აბრამაშვილის იქ მხედარი რომ არის ხო მხედარი ხო მხედარზეც ესევე როდესაც რესტავრაციის მერე და იცით ეს პირველი აღმოჩენის დროს ეს არავერ ამას ვერ ხედავ ელემენტარულად ეს არ ჩანს ახლა იმას იქ არის ის რომ ამას ისე ხელით აკეთებ ამ იმას ხო ეს ხო არ კეთდება იმითი ბრმად ამიტომ იქ ყველანაირი დეტალი ფიქსირდება და ამდენად ეს ინფორმაცია რაც არის თვითონ ტექნოლოგიური პროცესების გასამდიდრებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ესეთი ნივთები არ არის ბევრი რომ ესეთი აი ესეთი ანალიზი ხდება აი ამ ნაპოვნინისთვის მთლიანად გაშლა და გარჩევა ხო მთლიანად და მთლიანად ისა რომ ეს შეხვეული იყო ტყავში იმიტომ რომ ეს ზემოდან კი ჩანს ეს რომ ვითომ ტყავში იყო მაგრამ ეს არის არ ვიცი ჩვენ ეს ტყავში იყო თუ თქვათ იგივე სამარხში ტანსაცმლის ქვეშ მოხვედრის დროსაც არის ხოლმე რომ ასეთი ის არის ამიტომ იქ ბევრი ნიუანსია რომელიც რესტავრაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა ანუ პრაქტიკულად ახალი ინფორმაციები შემოდის და ეს და გავაკეთეთ ეს გამოფენა ნუ გამოფენა იყო სრულიად სხაპრული აი ნახეთ თქვენ პირველი ის ნახეთ არაჩვეულებრივი იყო და გამოვეცით კატალოგი. ნუ ესე იგი გამოფენა მიმდინარეობდა სადღაც 2 წელი იყო 2001-ში გაიხსნა და 2003-ში დასრულდა იყო ბოხუმსა და ვისბადენში და ბოხუმში 9 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი მოვიდა და იყო სრული ანშლაგით გავტავდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოფენა გამოვიდა, დიდი გამოფენა იყო, იმიტომ რომ პირველად სამ დიდ დარბაზში იყო ეს ასე იგი გამოფენილი ჩვენი მასალა, მაგრამ პირველი დარბაზი ბატონო ხო, ნუ გამოფენილი ხო, გამოფენილი და იქ იყო კონცეფცია ხა მე და ანდრეასის ის იყო კონცეპტუალურად ესე შევთანხმდით რომ გაგვეკეთებ ხა ესენი ცერა დიდად ნამუშევრები საქართველოში არ იყვნენ. ამიტომ ყველაფერი იყო შეთანხმებული, ჩემთან ყველაფერი ნიუანსი, იმიტომ რომ რამე ისეთი უზუსტობა არ ყოფილა. ამიტომ ეს პირველი რაც იყო პირველი დარბაზი 2001 წელია, ხო თვარწლები? 2001-ში გაიხსნა, ხო, 28 ოქტომბერს, 28 ნოემბერს, ხო. და ამდენად ისეთი ის იყო რა, არაჩვეულებრივი თვითონ დიზაინერები, ხელოსნები, ანუ საერთოდ იყო, რა ქვია, ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობდა, ძალიან ბევრი რესტავრატორი იყო, დიზაინერები, რა ვიცი, მე ვინ აღარ იყო. ამიტომ ეს ისა სამი დიდი დარბაზი, გთხოვთ აჩვენეთ თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი. ბატონო, მე ველოდებოდი თქვენს. ხო, აი ესა. აი ესე იგი კავკასია საერთოდ იყო ყოველთვის პერიფერიული ნაწილი იყო აი ამ უძველესი ცივილიზაციების. ამიტომ ეს არის კატალოგის ყდა. კი, კატალოგის ყდა არის, რომელიც ესე ერქვა, გამოფენას ესე ერქვა საქართველოს განძეულობა ოქროს აწმისის ქვეყნიდან და ამის გამო რომ ეს ესეთი ოქროს აწმისთან იყო მაინც გაიგივებული, პირველი
პირველი დარბაზი ეს არის, რომელიც იყო არგო იყო აშენებული. ეხლა არგო თვითონ ამ იმაში იყო, აი ესეთი ისინი იყო, თითქოს გემია და აი ეს გემის ცხვირია ეგ ჩანს თითქოს გემია და გემს ჰქონდა ეს ისინი, რა ქვია, ნიჩბები და აი ესენი იყო სათითაოდ იყო ისა, რა ქვია, ვიტრინები და თითოეულ ძვირფასი ნივთი იყო გამოფენილი თითოეულ ვიტრინაში. ხოლო აი წინ იყო ბოხუმის უნივერსიტეტმა მოგცა ჩვენ არაჩვეულებრივი ჭურჭელი, რომელიც არის აი ოქროსაწმისის მოპოვების პროცესი არის ეს ასახული მედეა, დრაკონი, აზონი და ეს იყო ძალიან ძვირფასი, რომელიც სწორედ გვათხოვეს ამ გამოფენისათვის და მთელ გამოფენას ესე ლაიტმოტივად გასდევდა ეს რა ქვია, ეს თემა. უკაცრავად მე როგორც თუ არ ვცდები, მაშინ ლუვრიდან ითხოვეს, მე მგონი ჭურჭელი ლუვრიდანაც ითხოვეს, მაგრამ ლუვრმა მაშინ უარი გვითხრა და ამიტომ იმას ვქენით, ეს ბოხუმის მუზეუმი უნივერსიტეტს ჰქონდა, ეს ბოხუმის უნივერსიტეტს აქვს თავისი გათხრები მილეთში თხრიან და საბერძნეთში და იმაში და ამიტომ იქ მოპოვებული ნივთი ჰქონდა თავისი და ის მოგცეს, იმიტომ რომ თვითონ გამოთქვეს სურვილი სხვათა შორის, რომ ლუვრში რაღაც არ მოხერხდა, დროში ვერ ვეტეოდით, იმიტომ რომ ნუ ბევრი რაღაც პრობლემები იყო რა და ამიტომ ჩავთვალეთ და ეს იყო მეორე დარბაზი. მეორე დარბაზში იყო საქართველოს შესახებ აბსოლუტურად ყველა ეს არის ვიტრინები, ინსტალაციებია, იმითი, რა ქვია, სლაიდებით და ფოტოებით და არის მონეტები, საქართველოს კულტურა, ინდუსტრია, პირველი ადამიანი, ესე იგი, იმდენად რომ ეს 90-იანი წლებიც კი მოხდა ამ იმაში თვითონ რა ხდება, ანბანი, არქიტექტურა, მონეტები და ასევე იყო აი ევროპაში ეს ოქროსაწმისის ორდენის ჩამოყალიბების ისტორია იყო მოყოლილი და ეს ორდენი იქნა გამოფენილი იყო იქ ეს ორდენი რომელიც ეს ოქროსაწმისი არის და აი ეს არის ყველაზე დიდი დარბაზი რომელიც ეს არის შესასვლელი უკვე სადღაც იყო 17 თუ 18 დარბაზი იყო ესა ვიტრინა იყო და ამ ვიტრინებში იყო ქრონოლოგიურად მხოლოდ სპილენძის ნივთების, იმიტომ რომ სპილენძი ამ შემთხვევაში სპილენძი ლითონის ნივთები იმის გამო რომ თუ კი სადმე საქართველოში საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ საზოგადოებაზე ინფორმაციას ხვდებით, ყველაფერი არის დაკავშირებული ლითონების მოპოვებასთან, დამუშავებასთან, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები ჰქონდათ, როგორც კინაში, ასევე სპილენძში, სპილენძის დამუშავებაში და ეს გვინდოდა მთელი ისტორია აი ამ ლითონების მოპოვებისა და იმიტომ რომ ლითონები არის პრინციპში ეს ხანა, როცა უკვე აი რევოლუციური ნაწილი არის ჩვენი ისტორიისა, როცა შემოდის ჩვენთან ლითონის ნივთების დამუშავება და მოპოვება. ნუ მოპოვებაზე ხა მე ცოტა ქვევით მოგახსენებთ, ახლა ამ გამოფენაზე ვშევ და ამ გამოფენაზე იყო ყველა ის რა ქვია, ეტაპი ჩვენთან, ესე იგი, რაც საქართველოში მელითონეობასთან, აი თუ კი რაიმე ისეთი იყო, ყველა დეტალი იყო აბსოლუტურად გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში აი ეს ახლა თქვენ ხედავთ, ახლა ესეთი ვიტრინები იყო, აქ არის ქურუმი ქალია, რომელიც ქურუმი ქალის სამკაულებია, როგორც აღმოჩენილი როგორც იყო ისევეა ჩამოდაკიდებული, ამიტომ ეს მთელი ინფორმაციები შევიდა სწორედ აი ამ აღმოჩენების დოკუმენტაცია იყო და გამოიცა ეს კატალოგები და მას მერე ძალიან ბევრი გაკეთდა. აი ხა ბატონი ოთარის წიგნი იყო 95 წელს გამოვიდა, იქ რომელიც დღესაც რაღაცა სტუდენტებს ახლა მე იქ ლექციებს ვკითხულ და ამდენად სტუდენტებისთვის ეს არის, ნუ ფასდაუდებელი წიგნი, ეს არის საქართველოს არქეოლოგია. რომელშიც ყველაფერი არის აბსოლუტურად მოყოლილი და შემდგომ უკვე შემოდის აი ეს ჩვენი შემდგომი გამოფენას მოყვა ძალიან ბევრი პროექტი. ეს პროექტი პირველად იყო ეს ინტერდისციპლინარული კვლევების დანერგვა და გააქტიურება, რომელიც იყო უნივერსიტეტში უნდა დაგეგმდეს იყო და დანერგილი იყო, მაგრამ ეს რატომაც არ მოხერხდა მაშინ და მაშინ სწორედ აღმოჩნდა საღტრისის ოქროს მაღაროები, ეს იყო 2004 წელს, როცა ჩვენ მივედით საღტრისში და საღტრისის აი ამ პროექტში მოხდა საღტრისის შეფასება, როგორც იმიტომ რომ მაშინვე როცა ჩვენ მივედით,
ჩვენ რადიოკარბონული თარიღებისთვის გავაკეთეთ ნახშირის ისინი იყო იმაში გვირაბებში და ამოვიღეთ და მაშინვე იქნა ეს შეფასებული როგორც ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრის დათარიღებული ეს იყო დოკუმენტები, რომელიც ჩვენ გეოლოგებისაგან მივიღეთ, ანუ იქ მომუშავე გეოლოგებისაგან, იქ არსად არ ეწერა, რომ ეს სპილენძის მაღაროებია და იმიტომ რომ იცით რა, ეს გეოლოგების მიერ იქნა აღმოჩენილი იმის გამო, რომ მათ გაჭრეს 28 მეტრის ქვეშ ეს გვირაბი გაიყვანეს, ანუ საძიებო სამუშაოები და მაშინ იყო აღმოჩნდა, რომ ისინი მათ გადაჭრეს ეს ძველი გამონამუშევრები, რომელიც შეწყვიტეს მაშინ მუშაობა, ეს ხდება 87 წელს და მანამდე იყო ცნობილი მიწის ზედაპირიდან იყო რაღაცა პატარა გამოქვაბული, ეს ის ჩანდა, ჩასასვლელი ჩანდა, როგორც ჩანს, იმათ გამოქვაბული ეგონათ ეს, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა ჩასასვლელი, იმიტომ რომ ჩვენ გავთხარეთ და ნუ იქ მე ბევრი რაღაცები აღმოჩნდა. ანუ მაღაროში ჩასასვლელი, ხო ზემოდან ესე გამოქვაბული უწერიათ იქა და ამიტომ ვიხმარობ ამ სიტყვას ამ შემთხვევაში ეს ხდება ძალიან ადრეულ ეტაპზე, სანამ ეს აქტრისის მიეცემოდა კვალიფიკაცია. იმიტომ რომ ადრე ბრინჯაოა, ხო თუ არ ვშდები? ადრე ბრინჯაოა, კი, მტკვარ-არაქსული პერიოდია და მტკვარ-არაქსული პერიოდის ოქროს საბადო არის დღესდღეობით უძველესი მსოფლიოში და პრინციპში ესეთი ის არის, რამდენიმე პროექტი განხორციელდა აქა, ეს იყო საქართველოს ოქრო პირველი 2-3 და მერე უკვე წავედით, მერე უკვე საქმის თემა დამთავრდა და ხა სხვა რაღაცები. ეხლა რაც მინდა გითხრათ სამ უძველეს მეტალურგიაზე, ესე იგი მეტალურგიით ლითონების მდიდარი კავკასიის ლანდშაფტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩანს აი ამ პრეისტორიულ ხანაში. იმის გამო, რომ ეს მდესინი, აი თქვენ ხედავთ, ეს არის მცირე კავკასიონისა და დიდი კავკასიონის მადნების შემცველობა. მცირე კავკასიონი გაცილებით იული მისადგომია და იგი არის სწორედ აი ამ, ესე იგი, არ არის მცირე თოვლიანია და ადვილად არის გადასალახი. ამიტომ ამ მცირე კავკასიონის ამ მონაკვეთზე ხდებოდა სწორედ აი ამ ეს მაგისტრალური არტერია იყო აი ამ კულტურების იმასთან ცვლილებებთან ურთიერთობებში. ამის გამო აქ აი იგივე ბოლნისის რაიონი და ბოლნისის რაიონი არის ძალიან მდიდარი, ამიტომ ის დღესაც კი აქტუალური არის აი ამ მხრივ მადნების მოპოვების მხრივ. ამიტომ რამდენიმე 1000 წელია ეს ასე. არა, ძალიან დიდი ხანია, ხა ჩვენ ახლა რაც ვიპოვეთ, ახლა რაც ვერ ვიპოვეთ და რაც ვერ დავაფიქსირეთ, ის კიდე ნამოსახლარი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იქ ანუ სამტრისი ახლა აღარ არსებობს, ამიტომ ის დანარჩენი ისინი არ შევისწავლეთ, ვერ მოვასწარით და იქ არის კიდე ნამოსახლარი, ანუ ძირითადად ნამოსახლარი დავარქვით, მაგრამ იქ საცხოვრებელი სახლები არა, იქ არის მხოლოდ სახელოსნოებია. ამიტომ ამ სახელოსნოებში ჩვენ ბევრი სახელოსნო გავთხარეთ, არის სპილენძი, ოქრო, ვერცხლი, რა ვიცი, უამრავი რაღაცებია და აღმოჩნდა, რომ ეს 62 ჰექტარი, აი ეს ტერასა, რომელიც ჩვენ დღესაც კი ესეთ მუშაობთ ამ პროცესზე, აღმოჩნდა, რომ ეს არის მეტალურგიული ცენტრი, არა მარტო სამხრეთ კავკასიისათვის, როგორც ჩანს, ეს არის ასევე სწორედ აი მესოპოტამიური კულტურებისთვის, იმიტომ იქ არ არის არანაირი ლითონების ის არა გვაქვს ჩვენ რა ქვია საბადოები, ხა არის ანატოლია, რომელიც ასევე მდიდარი არის ამ საბადოებით, მაგრამ აი ეს კავკასიასთან წვდომა, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი რაღაცეები ჩდება, ხა ვიცით, ხა ყველაფერს ხა დღეს ვერ მოვყვები, იმიტომ რომ ძალიან თემა ძალიან დიდია. და ვცდილობ რაღაცნაირად ისე მასაკნა, რომ ეს შეგვიძლია კიდე გავაგრძელოთ მე სხვა გადაცემაში, როცა მოიწევს. ხო, რა ვიცი. ხო და ამიტომ აქ არის ძალიან საინტერესო ის, რომ ახლა რამოდენიმე წლის წინ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აი ახალციხეში სწორედ აი ამ ადგილზე, სადაც არის აი ეს საბაჟო დღეს გამშვები პუნქტი ვალეში, ზუსტად იქ აღმოჩნდა
იმპორტული მესოპოტამიიდან იმპორტული ჭურჭელი, რომელიც არ ვიცი ახლა როგორ შეიძლება, იმიტომ რომ ამ ჭურჭელთან ერთად იქ არის ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები, ახლა უბრალოდ ახლა დღეს ყველაფერი ანუ მაშინაც საბაჟო იყო ქალბატონი. მაშინ არ იყო საბაჟო, მაშინ იყო საქართველოს ტერიტორია იყო იქითაც და აქეთაც. და ეს კულტურები, როგორც ჩანს, აქ მოდიან სწორედ აი ესეთი მადნებისათვის. ერთი ბოდიში გაგაწყვეტინე და ერთი კითხვა მაქვს კიდევ აი აქ ხარ უყურებ სურათზე არის ორი ვარსკვლავი, წითელი არის სამგრისი და ყვითელი არის სვანეთის ტერიტორია. იქაც არის რამე ესეთი კი, ახლა აქ რატო არის სვანეთი დატანილი? ეს ტერიტორიები ძალიან კარგად არის შესწავლილი. სვანეთში ჯერ კიდევ 70-იან 80-იან წლებში ბატონი შოთა ჩართოლანი თხრიდა და ბატონი შოთა და ბატონი გერმანე გობეჯიშვილის რემაში სვანეთში და რაჭაში. და იქ იყო აღმოჩენილი ეს გვირაბები, სამთო წარმოების ნაშთები და ძალიან საინტერესო ის იყო, ხა მამაჩემი მუშაობდა ბატონ გერმანესთან ერთად და ნუ სვანეთიც ამ დროს იყო სწორედ აი ადრეული ლითონების მომპოვებელი, იმიტომ რომ ახლა თქვენ თუ მესტიაში ხართ, ნახა მესტიაში, აი იქვე არის ზაარგაშის საბადოები, რომელიც მესამე ათასწლეულით არის, რაც ბატონმა შოთამ იპოვნა. ამიტომ აი ხა ეს რუკა არის ჩვენ გამოვეცით წიგნი უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში, ეს იყო რუსთაველის ფონდის დაფინანსებით და მხარდაჭერით და ნუ აფასდაუდებელი საქმე გავაკეთეთ, იმიტომ რომ ყველაფერი მთელი საქართველოს ლითონის ნივთები ერთად შევკრიბეთ ძველი წელთაღრიცხვიდან მე-6 ათასწლეულიდან მე-3 ათასწლეულის ჩათვლით და ეს არის რუკა, სადაც აღმოჩნდა ეს ნივთები. აი ეხლა მართალი რომ ეს წერტილები არის აღმოჩენის ადგილებია. დიახ, ეს არის აღმოჩენის ადგილები იმის გამო, რომ ჩვენ კავკასია გავაკეთეთ, მაინც ახლა კავკასიის რუკა აქ თლიანად არ მომიტანია, იმიტომ რომ ჩვენი მოხსენება ამ შემთხვევაში საქართველოს ეხებოდა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში რომ ლითონის ნივთები აღმოჩენილი და ოქროს ნივთები აღმოჩენილი, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში აი ესეთი ადრეული ოქროს ნივთები არ არსებობს. ახალწლ მიმაში აზერბაიჯანში მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ოქროს ნივთები, რომელიც მე-4 ათასწლეულის შუახანებით თარიღდება, ეს არის სოიღბულაღის ყორღანი, რომელიც არის ჩვენ საზღვართან ძალიან ახლოს. ამიტომ ის არის ყველაზე ადრეული სამხრეთ კავკასიაში, სადღაც 3600-ა, 3500 წლები ძველი წელთაღრიცხვის და ამიდან თუ გადავიდეთ 5600 გაგოდის, ხო, ესე გამოდის. ხო, ეხლა ის არის ძველი წელთაღრიცხვა, ანუ ჩვენ ვითვლით ესე ქრისტეს წინ და ამ შემთხვევაში თარიღს ეცე ვიძლევით, მაგრამ იქ არის თარიღი, პირდაპირ გვაძლევენ, ეს არის ესე იგი კალიბრირებული თარიღი არის 3600. ნუ ამ შემთხვევაში 3600 წლით დათარიღებული ოქროს ნივთები არის ყორღანში ეგ აღმოჩენილი. ამიტომ იქ მეტი კითხვა მე ვიყავი ბაქოს მუზეუმში და რო გითხრათ რომ ესე იგი ოქროს ნივთებს რაიმე ისეთი დიდი რაოდენობა აქვს, ნუ არ არის. ესეთი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს ესეთი ადრეული, რაც ჩვენთან არის, თქო იგივე მე-3 ათასწლეულის ოქროს ნივთები, რაც ჩვენთან არის, ნუ ესეთი რაოდენობა იქ ახლა ოვიდიო ჩვენ და ლომი ხო, ლომი, რა ვიცი მე რეები არ არის ხო, საყურეები, ესა ყველაფერი. ეხლა აი ამ რუკაზე ძალიან კარგი წუთით ბოდიშვიხდი, მე კიდე დავამატებ იმას, რომ ერევანში ყოფნისას იქ მოვიკითხე მათ მუზეუმში, ხო თქვენი დაწვენებული ვიყავი, რომ იქაც უნდა ყოფილიყო ეს ოქროს ნივთები, მაგრამ მოკლედ იმედები გამიცრუდა. არა, არ არის ხო. არა, მათ გამოსცეს ეს სომხეთის ოქრო, გამოიცა ცალკე ძალიან დიდი წიგნია და მხოლოდ ერთი პექტორალი აქვს, და ესეთი პატარა, არაჭვირული, როგორც ჩვენი ანანაურის დაახლოებით ისეთია, მაგრამ ის ჩვენი ჭვირულია, ამათი არ არის ჭვირული და ორი ხვია არის. ამიტომ ეს არის სწორედ ეს ყველაზე ადრეული. ამ შემთხვევაში ჩვენთან უკვე ეს ისეთი ეტაპია, რომ ეხლა პირდაპირ ლომი ხო არ გააკეთეს, არა? ნუ რა ვიცი, ეხლა ეს ტექნოლოგიური ისინია, უბრალოდ ჩემთვის ეხლა პირადად არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს მოძიებისა და მოპოვების პროცესი. როგორ მივიდნენ იმ ესე იგი აი ეს ცოდნა როგორ მიხვდნენ რომ იქ საბადო იყო და როგორ მიხვდნენ რომ ამაში, მაგრამ ეს იციან, აი ეს ჩემთვის არის ძალიან საინტერესო ის, რომ
ოქრო საერთოდ ალბათ თვითნაბადი აქვთ ნანახი როგორ არის ოქრო იგივე თვითნაბადი ოქრო როგორ ჩდება ახლა მე აღარ მახსოვს ახლა ამ სლაიდი მოტანილი მაქვს თუ არა მაგრამ აი ეს რომ ნახოთ თვითონ ოქრო როგორ ზის იმაში ეს უნდა ენახათ რომელმაც იცის იმიტომ რომ დღევანდელი გეოლოგია ეს მაგათი არ არის უბრალოდ იქ არის რომ ოქრო ზის კვარციტში აი მეორადი კვარციტები რასაც ეძახით ამიტომ ეხლა იგივე საღტრისი რო აღმოჩნდა გზა გაჭრეს და იმაში მთაში გამოჩნდა ეს ზოლიმითი მადნის ძარღვი რომელიც იყო კვარციტი და კვარციტში არის ოქრო და აქეთ ასე არის თორე ხა მიგნება იმისი დღეს იციან რა თქმა უნდა ეს არის მახსოვრობა რომელიც უძველესი ტექნოლოგიების ის არის შემორჩენილი ჯერ კიდე როგორ უნდა მოძებნო ოქრო იმიტომ რომ არსებობს ამისი ბევრი წიგნია გამოცემული როგორ ეძებდნენ ოქროს როგორ არის იმიტომ ტექნოლოგიები ვინ როგორ ამუშავებს რა შვებიან და ნუ ამ შემთხვევაში დღესდღეობით საღტრისი არის ერთადერთი უძველესი ოქროს მაღარო ამაზე ძველი ჯერჯერობით არ აღმოჩენილა ნუ თუ ალბათ შეიძლება აღმოჩნდება ხა უნდა იყოს აღმოჩენილი მაგრამ ამასთან ერთად ოქროს აქვს მდინარეში მდინარეული ოქრო რომელიც ახლა მაშავერაც და დამლუტკაც რომელიც საღტრისის მიმდებარე ტერიტორიაზეა ორივე ოქროს მატარებელი მდინარეა ამდენად ახლა ის ოქრო ახლა ის არის მარტო სვანეთის ოქროზე არის ეს ამბავი იმიტომ რომ ეს ცნობილი არის როგორც არგონავტების მითიდან მაგრამ არანაკლები არის სამხრეთ კავკასიის მთებში. და აი ახლა გადავიდა ჩვენ სპილენძზე, ესე იგი ეს არის არუხლოს ნამოსახლარი, რომელიც არის ჩვენ ადრევე წახდით და ადრე სამიწათმოქმედო კულტურის ძეგლია, როცა იწყება საქართველოს ტერიტორიაზე და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე შულავერის შოմუთობის კულტურას ეძახიან ამას. აი დამჯდარი ცხოვრების წესი და ანუ მემინდვრეობიდან და იმიდან რა ქვია შემგროვებლობიდან უკვე დამჯდარ ცხოვრებაზე გადადიან და ეს არის პირველი არქიტექტურის ნიმუშები, როცა სახლები, სადაც ესენი ცხოვრობენ. ეს არის ალიზის სახლები, რომლებიც არის თიხით არის, ხო? ნუ ალიზი ხა არის ნამჯანარევი თიხა, მზეზე გამომშრალი და ესე არის აშენებული, რომელსაც არის გამოყენებული ალიზის აგური. ანუ ამ შემთხვევაში არის აგურად გაკეთებული და ეს არის სწორედ და ამ დროს ეს არის მე-6000 წლეულის დასაწყისი როცა ჩდება პირველი ლითონის ნივთები სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ჩვენ რომლებიც ვიძახით რომ აი ესეთი ნაჭედია და თვითნაბადი სპილენძი აღმოჩნდა რომ არუხლოშიც და ასევე აი ამ რიგ მთელ ნამოსახლარებზე არის აღმოჩენილი ტიგელები. ტიგელი არის ლითონის გამოსადნობი ჭურჭელი, რომელიც არის ძალიან პატარა, ბატონო? არა, ფაქტობრივად დამუშავება ხდება უკვე ტექნოლოგია. ანუ მეტალურგიული პროცესია, ის მეტალურგიული პროცესი თქვა იგივე ჭედვა, არ არის მეტალურგიული პროცესი. მეტალურგიული არის, უნდა გამოადნო, უნდა იმას აქნა წიდებისგან გაანთავისუფლო, უნდა ყოიცით როგორ არის ცეცხლის კონტროლზე აქ ლაპარაკი რა ანუ უნდა აკონტროლო ცეცხლი რომ არ გაგეპაროს თქვა რაღაცა ისინი მინარევები და ამ შემთხვევაში ხა მარტო სპილენძი ხომ არ არის არა ამ სპილენძს აქვს უამრავი მინარევი იქ არის ტყვია ესა და დარიშხანი და აი ესენი არის სწორედ ის ლაზურიტების და ამისი რა ვქვია კოლექციები აზურიტების რომლებიც აღმოჩნდა სწორედ ერთ ნამოსახლარზე არის არუხლოში არის ეს პატარა მძივები აი ეს რაც პატარა მძივები არის აღმოჩნდა რომ ეს არის კალიანი ბრინჯაოსი და ამიტომ სადღაც 1%-მდე კალიანი ბრინჯაო როგორც ჩანს სადღაც ადგილობრივად უნდა არსებობდეს კალიანი სპილენძი ეხლა ეს არ ვიცი ჩვენ ეს უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიპოვეთ მაშინ რომ ეს კალიანი ნივთი არის სადღაც 5800 წლის თუ 5000 რაღაცნაირად ისეთი 5500-ია თუ 5800 და 5500 ესეთი ის აქვს რა და ამ შემთხვევაში ნუ იგი შოკში ჩავარდით იმიტომ რომ როგორც ჩანს ესა მე-6000 წლეულში და გეოლოგები სხვათა შორის ყველა გვეუბნება
ეხლა ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ ამ გეოლოგებთან, იმიტომ რომ გეოლოგებს ძალიან დიდი ინფორმაცია აქვთ, ეხლა მათი შრომაფაც დაუდაბელია, იმიტომ რომ თან ბევრი ინფორმაციაა და აი ესეთი ადგილობრივი მადნების ხასიათის გასარკვევად რა, იმიტომ რომ აი ეს არის ტიგელების ფრაგმენტები, ანუ აი მაშინ ძალიან კარგად ეტყობა შლაკების, ანუ წიდების ნარჩენები, აი რაც რჩება აი ამისაგან, ამიტომ ეს არის ძირ მომრგვალებული პატარა ჯამები, რომლებიც კარგად იდგმება ცეცხლში და მაშინდელი ქურა რა არის? ქურა არის ესეთი მრგვალი ორმო. მეტი არაფერი არ არის და იქ არის, რომელსაც აღვივებენ ამ ცეცხლს და ამაში ხდება აი ამ პროცესის, ანუ თვითონ მების რა ქვია, მაგრამ უკვე მერე ლეგირება, ანუ შემდგომ უკვე სპილენძი ხო ძალიან რბილია. ამიტომ ეს სპილენძის მერე მინარევებით გამდიდრება ეს ნიშნავს იმას, რომ აქ უკვე ტექნოლოგიურად შემოდის, აი მაგალითად იარაღს ვერ გააკეთებს სპილენძისგან, იმიტომ რომ რბილია, იმიტომ რომ აი ეს არის ახლა ხრამის დიდი გორის ნამოსახლარია, რომელიც ეს არის ის ადრეს ამიტად მოქმედოდა აი ასეთი გვიან ნეოლითური ხანის ნამოსახლარი და აქ არის აღმოჩენილი აი ეს პატარა ნივთები ლითონის, რომელიც ასევე მაშინ სენსაციური იყო, იმიტომ რომ ძალიან ის არის, ძალიან ადრეულია და ეხლა მით უმეტეს რადიოკარბონული თარიღებიც არის და აი ეს დიდი ქვა არის გასამდიდრებელი მადნის. ანუ აი ამ შუა ნაწილში იქ იფხნება და შემდგომ აი ამ პატარებში უკვე მიდის უკვე მისი გასუფთავება აი ფუჭიქანებისაგან და მერე უკვე დნება აი ამ იმაში ჭურჭელში, ტიგელში იყრება და დნება. ამიტომ აი ეს პროცესი, იცით, აი ეს ადამიანის აი ეს ცოდნა, ჩემთვის არის სრულიად არ ვიცი, ხა ძალიან იმაში ვარ ხოლმე და ამიტომ ეს მელიტონეებზე გიждები, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ისინი აქვთ ეტაპები აქვთ რაღაცნაირი ისეთი რომ ეხლა თვერასაც ყვებით არის ფაქტიურად, ნუ არ ვიცი, იმ დროისათვის ალბათ ტექნოლოგიური პროგრესი. აბა რა წარმოგიდგინო, იცი? დანარჩენი დედაწმის ტერიტორიასთან შედარებით. ეს აქ არის მარტო თუ სხვაგანაც არის? არა, ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ხანი, ანუ როგორ არის, რომ აღმოსავლეთ ანატოლია და ცენტრალური ყველაზე უძველესი ლითონის ნივთი, ანუ ის არის ანუ თვითნაბადის სპილენძის არის აშიკლი ჰუიუქშია, რომელიც არის ცენტრალურ სამხრეთ ნაწილში ანატოლიის და აი ჩაიონუზე, რომლებიც არიან გვიან ნეოლითურს ეძახიან, იმიტომ რომ როცა უკვე ლითონი შემოდის, იქ უკვე ტექნოლოგიები, ანუ ქვა თითქმის კი თან არსებობენ, მაგრამ ნუ ლითონი კიდე სხვა ის არის, მაგრამ იქ არის მძივები, ძირითადად არის მძივები, რომელიც გაცვლის ერთეულია ძირითადად რა. ამიტომ არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი ამათი შესწავლა ტყვის იზოტოპური ანალიზებით. ნუ საიდან მოდის ესა, ანუ რომელ მადნებს ესადაგება ესა თუ ის ნივთი და ეხლა ჩვენ გავაკეთეთ აურაცხელი ანალიზები გვაქვს ეხლა და ძალიან ბევრი ნაშრომებია და სადოქტოროები დაიცვეს ჩვენმა კოლეგებმა, ნუ რა ვიცი, ბევრი რაღაცები გაკეთდა და ძალიან ბევრი არის რომ არის ადგილობრივი პროდუქცია და ეს ადგილობრივი პროდუქცია ითვლება რომ არის შემოტანილი და აღმოჩნდა რომ არ არის შემოტანილი და ადგილობრივი. ანუ ესე იგი ყოველგვარი ზედმეტი ამ პარტავნების გარეშე შეიძლება ითქვას რომ მე-6000 წელში ეს არის მეწინავე ადგილი რაღაცა. რა თქმა უნდა, მეწინავე არიან, აბა რა, იმიტომ რომ აქ არის მთელი ეს ისინი აქ, ეხლა იცით როგორ არის ეს ადამიანის ფსიქოლოგია როგორია, ხო? ადამიანი მოძრაობს და ასე იგი ერთ ადგილზე არ ჩერდება საერთოდ რა და ამიტომ ეს ძიება, ძებნა, თუ არა გაქვს რაღაცა ლითონი მიდიხარ სხვაგან ეძებ, თუ რაღაცა იქ კიდე სხვა რაღაცას იცნობ. ამიტომ ეს კონტაქტები ძალიან კარგად, აი ეს არის სრულიად არაჩვეულებრივი აღმოჩენა, სწორედ საღტრისის აი ამ ნამოსახლარზე, რომელიც არის მე-5000 წლეული დათარიღი და ეხლა ეს და აი აქ არის რადიოკარბონული თარიღებია 4321 და 4071, ამიტომ მე-5000 წლების მეორე ნახევარში, როცა ჩვენ აქ ვეძახით ამას სიონის კულტურას ეს არის და აი ამ ორმოში, რომელიც ჩემი პირადად მე ვნახე, პირადად ჩემი ის იყო გიორგი რობოტური, მე და იგივე ტომას შტოლნერი, ყველანი ვიყავით და თავიდან
თვალებს არ უჯერებდი ვიდეოხოდი რომ ეს რა არის ამდენად სანამ ბოლომდე არ გაიწმინდა და სანამ ეს ყალიბი არ ამოვატრიალეთ ვერზე მივხვდი რა შეიძლება ყოფილიყო როგორ მივხვდარიყავ ეხლა აზრად არ მომივიდოდ იმიტომ რომ ეს ჭურჭლები ტიპიური ესეთი ენეოლითური ხანის ჭურჭლებია რომელიც ამ ორმოში იყო და ამ ორმოში ჩვენ რადიოკარბონული თარიღების მთელი სერიები გვაქვს და ყველაზე საინტერესო იცით რა არის რომ ამ იმაში ეს ცულის ყალიბია ანუ ეხა ვიცახი რომ კი მაგრამ აბა რანაირი ენეოლითი რა არის ხო სპილენძ ქვის ხანად რატო არის სპილენძ ქვის ხანა რატო არ არის ადრებრინჯი იმიტომ რომ იმ ხელა ყალიბი აქვს რომ უკვე ცულს ასხამენ თან ეს ცული არის ერთნაწილიანი ყალიბი. ეს არის ყველაზე ადრეული ყალიბების ტიპი, რომელშიდაც აი შუაში დაინახეთ თქვენ, აი მრგვალი ისა აქვს და ამაში სატარე ხვრელისათვის იდიდება ეს ისა. შეიძლება რომ დააბრუნოთ ის რაღაც ვიდა გაიგე. ბატონო, აბა რა თქვენ მითხარით? ხო, აი აქ ნახეთ როგორ არის, აი ამ ადგილზე ჩანს ჩემი კურსივი. არა, ხო, კარგით. აი აქ ზევითი ყალიბზე, აი მარცხენა მხარეს ყალიბზე არის ჩაღრმავება, რომელშიდაც იდებოდა სატარე ხვრელი რო გაეკეთებიათ. ამიტომ ეს თიხის ის არის, ესეთი მრგვალი ის არის, დიამეტრის თიხის პატარა ღერაკია, რომელიც იდგმება და შიგნით ლითონს რო ასხამენ, იქ გამოდის ტარისთვის ხვრელი. ამიტომ ეს არის ცულ წერაქვების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ტიპი და ეს ყალიბი რო აღმოჩნდა, ნუ ესე იგი როგორც ჩანს ეს ცენტრია უკვე მეტალურგიული თავისი აი ესეთი დიდი ტიგელით, აი ამ ტიგელში არის რომელსაც გადმოსასხმელი პირი აქვს ამას ლითონი გადმოისხას და შიგნით დარჩენილია ეს წიდები. და ამდენად ამ ფაქტობრივად ყალიბი შემდეგ სლაიდზე რო არის ცულები და ეს არის ყალიბი სადაც კეთდებოდა ეს არის ყალიბი იმისი ხო იმისი მაგრამ ეხლა რა მინდა გითხრათ რომ ესეთი ყალიბი არის აღმოჩენილი ირანში თებე-ქაბრისტანში ზუსტად იგივე პერიოდის არის და იმას აქვს ეს თიხის ისინი თორე ვერც მივხვდებოდი ის თიხის ისინი საჩიელებოდა რომ ჩადგმულიყო ხო თავიდან მაგრამ იმათ აქვს პირდაპირ ისე და ამდენად უკვე აღმოჩნდა რომ აი ესეთი ცულები რომელიც კავკასიაში ჩრდილო კავკასიაში მაიკოპში, ირანში არის ძალიან ბევრი, მაგრამ ეს ცულები არის მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც არის სამთო მოპოვება. როგორც ჩანს, ეს სამთო მოპოვებაში გამოიყენებოდა მხოლოდ. იმიტომ რომ ეხლა ესეთი ცულები არ არის თქვათ კოლხეთში, არ არის აზერბაიჯანში, არ არის აი რაღაცა ისეთი ტერიტორიებია, სადაც ეხლა აქ მაგალითად ხო ეს ბოლნისი დვანისის აი ეს მონაკვეთი ხო რაც არის ეს იმდენად მნიშვნელოვანი ტერიტორია ყველა პერიოდის ძეგლია აბსოლუტურად ყველაფერს ახლა ჩვენ რაც გავთხარეთ ესე იგი დღევანდლამდე იმდენად რომ ეხლა კაცრეთი დღესაც სამთოელების დასახლებაა და ეს ბალიჭი კაცრეთში არის საერთოდ მე მგონი საერთოდ არ წასულად იქიდან არსად რა და სულ მუდმივად ხდება აქ ეს საზოგადოების სვლა და ყველაფერი არის სწორედ აი ამ მადნებისა და მადნეული საბადოების მოპოვებასთან დაკავშირებული იმ ტერიტორიაზე ამიტომ ყველგან არის რაღაცა და ყველგან არის ეს ესეთი იგი უწყვეტილის გარეშე აქვს ეს მიმდინარეობს აქ ადამიანის მოვაწეობა, აი მუშაობა, იმიტომ რომ სახელოსნოებია, იცით როგორი 10,000-ზე მეტი ქვის იარაღი გვაქვს, რომლებზეც იფხნებოდა ძირითადად ოქრო, იმიტომ რომ ხა სპილენ დაფხმა არ უნდა. ოქრო და რომელსაც აქვს სწორედ აი ამ იმაში ხდება ეს ისინი და აი აქ როდესაც ეს ყალიბი და ტიგელი ჩდება მე-5000 წლეულში აქ უკვე უწყვეტი ზოლი ჩანს აი მოყოლებული მე-6000 წლეულამდე და მე-6000 წლეულიც არის მაგრამ ჯერჯერობით არ მეგვიგნია მე-6000 წლეულის ლითონისათვის ამიტომ აი ხა თქვენ სლაიდზე რასაც ხედავთ ეს არის ძირითადად გვიან ენეოლითური ხანის პერიოდი, ამას ურუკი, გვიან ურუკის პერიოდსაც ეძახიან და როცა ხდება ურუკის ექსპანსია. ექსპანსია ხდება კავკასიის გავლით. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აი ამ პერიოდის, აი ამ აღმოსავლეთის ცივილიზაციების კონტაქტების მასში, რა ქვია, ურთიერთობებში. ამის გამო აი ხა ეს თოხი, რომელიც არის აქ, ეს თოხი არის ეჩო ეს არ არის ეს თოხი ეს არის ეჩო რომელსაც აი ტრასოლოგიური კვლევებით აღმოჩნდა რომ ეს ხეზეა ნამუშევარი და აი ხის სადურგლო იარაღია
ხო, სადურგლო იარაღი ეს არ არის, ეხლა ყველა ჯერ თოხი არ არის, ამიტომ ჩვენ რაც ნახეთ, ამას პირი აქ ესეთი ასიმეტრიული აქვს წინ და როგორც ჩანს, ეს დასარტყმელი იარაღი არ არის, ეს არის ესეთი გამოსაფხეკია. და ამიტომ აქ არის ძალიან კარგად შემორჩენილი. ალაშინის სინამორბედი იყო ეს თუ არ ვცდები მე. ხო, როგორც ჩანს, რომელიც ეს ეხლა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში პირველად აღმოჩნდა ეს იარაღი. და ეს იარაღი არის მაიკოპის ყორღანებშია, რომელიც არის ოქროთი სავსე ყორღანები და არის ერიდუში, არის ყველაზე ერიდუ იყო ძველი დედაქალაქი მესოპოტამიის. ამიტომ ის ერიდუში ეს ყველაზე ადრეულია იძახიან, მაგრამ არ არის ანალიზირებული რადიოკარბონი არ აქვს. ამიტომ არ ვიცი, ეხლა ჩვენ გვაქვს რადიოკარბონიც არის და ყველაფერი თარიღიც არის და ყველაფერი ესეც არის. აბდული, ერთი ესეთი კონკრეტული კითხვა მაქვს, ეხლა დაანდებოდ, აი ეს შუაში რო ჩანს 2160 მის სამკესის კაუჩს რო გავს, ეს რა არის ისთვის? ეს იცით რაშია საქმე? ეს არის ორი ვარიანტი. ერთი არის შესაძლებელი იყოს ანკესი და მეორე შესაძლებელია იყოს ხორცის დასაკიდებელი. ამიტომ ეს ისა, ხო, ნუ გააჩნია ესეთი, იმიტომ რომ ეს ანკესებიც ისეთია, იცით, საკმაოდ დიდი ყუნწები აქვს და ამიტომ ეს საკმარისად ბევრია საერთოდ საქართველოში აღმოჩენილი, დასავლეთ საქართველოშია, აი სამალე კლდეზეა აღმოჩენილი რამდენიმე, ჩვენთანაც არის ძალიან ბევრია საერთოდ ახლა იგივე. აი ამ ენეოლითური ხანის კულტურას ახასიათებს ეს ისე მტკვარ-არაქსში, აი მის მომდევნო პერიოდის კულტურებში ეს აღარ ჩანს, არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში აი აქ ბევრი ნივთია, ახლა წარმოიდგინეთ, ეს არის ენეოლითი ჯერ ამდენი ლითონის და აღმოჩნდა რომ აი ამ ძეგლს ეს არის ორჭოსანია, სწორედ იქ ახალციხესთან ვალესში აღმოჩენილი, რომელიც ბიპის დროს აღმოჩნდა, ეს არის ბიპის მილსადენის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ეს ისა და არის 34 ლითონის ნივთი არავის არ აქვს ენეოლითში. ხო და ამიტომ სულ რაღაცა ისე ვართ რომ ნუ იმდენი ლითონია უკვე თავი მოყრილი და ეს ჩვენ წიგნში ყველაფერი შევიდა რომ აი ამან ძალიან კარგად აჩვენა საქართველოს როლი აი ამ მელითონეობაში წამყვანი როლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოვიდა. აი ხა აი აქ მაგალითად ძალიან კარგად ჩანს ეს შეიძლება ერთი წუთით ბოდიში ვიხდი, ეს რა მინდოდა ხა დამემატებინა რომ აი ქართულად ჩვენ ბრინჯაოს ხმარობთ, ქართულად ქვია იმას შენადნობს ბრინჯაო, ესეთი არ მოიპოვება რვალი. და ეს ბრინჯაო როგორც წესი არის შენადნობი მიიღება მარტივად რო ვთქვათ, იმისი სპილენძის და კალის შეშერებით. და რადგანაც ჩვენთან კალა არ იყო. არა, როგორ არის იცი? არსებობს მადნები, კალიანი მადნები. აი მაგალითად შუა აზიაში ეს კალიანი მადნები, რომელიც მუშის ტონშია და მუშის. ბატონო? ჩვენთან საქართველოში ჩვენთან ეხლა აი ის ერთი მძივი რო გაჩვენეთ, აი ეს ერთი მძივი აქ ბევრი ნივთი არ არის ანალიზირებული ხა, იმიტომ რომ რაღაცა წარმოუდგენელია ჯერ ძალიან პატარაა და მეორეს ერთი რთულია. მისი ხა ტრანსპორტირება იქან აქ ჩვენთან ჯერჯერობით ესე ვერ იმაშვები. ამის გამო არის რომ გეოლოგებისაგან არის ცნობილი და ანგარიშებშიც უწერიათ რომ აი მდინარე ქცია და მდინარე ქციის რაღაცა მონაკვეთში არის კასიტერიტების ესენი რა ქვია გამოვლინებები. ეს კასიტერიტი არის კალის მადანი. თვითონ ესეთი, მაგრამ ეხლა ჩვენ ვერ მივაგენით, ეხლა ნუ არ ვიცი მე შეიძლება არ გვაჩვენეს, შეიძლება ისა, ყოველ შემთხვევაში მათ ანგარიშებში ეს ყველაფერი წერია. და ჩვენ ვთვლით რომ შესაძლებელია იყენებდნენ დარიშხანს და ანთიმონს მე როგორც ვიცი, ხო? აი ამ არა, როგორ არის დარიშხანი არის ყველა შეუცვლელია დარიშხანი. შეიძლება სპილენძი რა ქვია კალაც იყოს იქ, მაგრამ დარიშხანი არის შეუცვლელი დარიშხანი, რომელიც არის ამყარებს ამას, მაგრამ სპილენძი ისა კალა არის რევოლუცია იყო რევაში, რა მეტალურგიაში, იმიტომ რომ კარგად ისხმება და ძალიან ისეთია ათხელებს სპილენძს და ამდენად იმაში ყალიბში კარგად ისხმება. და იმას რა ქვია დარიშხანიანი სპილენძი არის როგორ გითხრა, ესე იგი სხვადასხვანაირად გამოიყენებენ. გააჩნია რა ფერი ჭირდებათ. აქ ფერი საერთოდ თამაშობს ძალიან დიდ როლს, ლითონის ფერი. აი მაგალითად დარიშხანიანი
9-10%-იანი დარიშხანის მინარევით ხდება სპილენძი ვერცხლისფერი. ამის გამო ისინი არიან ძალიან მყიფე. ამიტომ ეს დარიშხანით ამისი ლეგირება ნიშნავს იმას, რომ ეს არის ან სამკაულია, რომელსაც დიდი დატვირთვა არ აქვს და ან არის სარიტუალო ნივთი, როგორც არის კვერთხის თავი, ან რაღაცა ისა. ანუ ეს რო ნახოთ, ეხლა ჩვენთან ეროვნულ მუზეუმში გამოფენილია ეს მძივები, რომელიც არის აღმოჩენილი ქვაცხელაზე აღმოჩენილი, არის ვერცხლისფერია, ვერცხლის არის რო შეხედო, მაგრამ არ არის ვერცხლის, იგი არის 9% არის დარიშხანი. ესევე არის ანთიმონი. ანთიმონი გვიან შემოდის, ყვარარაკში შემოდის ანთიმონი, მანამდე ანთიმონი არ აგვაქვს ჩვენ საერთოდ და მერე უკვე ანთიმონი. ანთიმონი არის ვერცხლისფერი მინარევი და ის არის ისიც ესეთივე ძალიან მყიფე სახის და ამიტომ ანთიმონიანი ნივთები არის ყოველთვის მძივები, სამკაულები, საკიდები და არის საოცრება, იმიტომ რომ ხა ეს ჩვენი აღმოჩენილია მამაჩემის პერიოდში აღმოჩნდა, ეს არის კოლხური ცულები, რომელიც არის ანთიმონიანი სპილენძისაგან და ისე იგი ეს ნიშნავს, რომ ესენი არიან კვერთხის თავები, იმიტომ რომ ისინი არის ვერცხლისფერი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ იქ კიდე სხვაა ესინია, იმიტომ რომ იქ არის ქალისა და მამაკაცის ფერები სხვადასხვა, იმიტომ რომ ქალის ფერი არის ბრინჯაო, ესე რა ქვია, დარიშხანიანი სპილენძის არის, რომელსაც მოწითალოდ მოელვარეა და კაცის არის ვერცხლისფერი, რომელიც არის მოთეთრად მოელვარე და ამიტომ ეს არის მთვარისა და მისი, რა ქვია, მზის ღვთაებები გაყოფილი ამ შემთხვევაში საქართველოში მთვარე ქალია, იქ კაცია. ამ შემთხვევაში ესენი არის, მე უკვე ესენი რეცეპტები არსებობს, უკვე ვის რა ჭირდება. და აი აქ არის მოცემული სწორედ აი ამ სლაიდზე ხა ეს ცულები, როგორ ისინი ეჩოები, როგორ ვითარდება, როგორ ვრცელდება სამხრეთ კავკაზიაში, რა ქვია, მესოპოტამიიდან ჩრდილოეთით მაიკოპის კულტურამდე. ამიტომ ჯერჯერობით ეს არის ჩვენი გზა, რომელიც აქ ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ამ ნივთების, აი ამ კარტირების დროს, რომ დადებ და ნახავ ეს როგორ მოძრაობს ეს ნივთები და რა თქმა უნდა დანარჩენ ადგილებში ესანი არ აჩენს. შემდეგი თუ შეიძლება. ხო, ნუ აი აქ უკვე არის ეს არის თითქმის სპექტრი არის, აი ამ ადრე, ანუ ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, რომელიც არის სწორედ აი ამ გვიან ნეოლითური ხანის სამელითონეო ხავების და აი აქ შუაში არის სწორედ აი დელიში აღმოჩენილი, აი ეს მესამე ეს არის რომელიც დელისი რო აწერია, ის არის თბილისში აღმოჩენილი კალიანი ბრინჯაოს ნივთია, რომელიც არის დღესდღეობით მსოფლიოში უძველესი კალიანი ნივთი, რომელიც არის მეტალურგიული პროდუქტით მიღებული, მეტალურგიული პროცესით მიღებული, ანუ ხელოვნურად არის შერეული კალა ამ ნივთებში. და საბრძოლოებს შეუძლიათ იამაყონოს იგი. ხო, არ ამაყობენ და ხო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა და ეს არის ის მძივები, რომელიც არის დარიშხანი, ნახეთ, ერთ შემთხვევაში 17%-ია. და მეორე შემთხვევაში არის ხო 21-მდე ეკძელდება 17-21-23-მდე და ესენი არის ყვარარაკსული, ეს არის მე-3000 წლეულის, მე-4-ის ბოლო, მე-3-ის დასაწყისის სამკაულები. მიუხედავად იმისა, რომ ამათ ვერცხლი აქვს და ეს ვერცხლის სამკაულებიც არსებობს ამ დროს და იგივე ამავე სამაროვნებზე, სადაც ესენი აღმოჩენილი აქ ვერცხლის ძივებიც არის, მაინც ეს დარიშხანიანი საკიდები, მაინც ესეთი აქტუალურობას არ კარგავს რა და ესეთი ისინი აქვს რა, ეს მიღებულია ძალიან ის ახალციხეშია გამოფენილი და აი აქ არის შემდგომ უკვე ესე იგი მე-5000 წლეულის მეორე ნახევრიდან როგორ შემოდის აი ესეთი ნამგალი და საკინძები, რომლებიც არის ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი არის ამათი ისინი, რა ქვია, შენადნობებიც ასევე, რომელიც ასევე დარიშხანიანია, მაგრამ არის იგივე ტყვია, არის სხვადასხვა, ანუ რა მინდა გითხრათ, რომ აქ მარტო ერთი მხრივ არ ვითარდება ეს მინარევების ისა, ვითარდება ძალიან ფართო სპექტრი აქვს ამ იმებს, რა ქვია, ნივთების დამზადებაში, აი რაღაცა ესეთი რა, ვთქვით, აი ეს ადამიანის ბუნება რომ ძიებაში და უცებ სხვა რაღაცით შეიქმნას სამკაული, რომელიც სხვა ფერი იქნება და
ამასაც სრულიად ისეთი მოწითალოდ მოელვარეებია ესენი და აი აქ არის ეს კალიანი ბრინჯაოს ნივთების სპექტრი. აქამდე ძალიან საინტერესო იყო, რომ ცნობილი იყო, რომ კალიანი ბრინჯაო სადღაც მე-3 ათასწლეულში იწყებს კავკასიაში გამოჩენას და სამხრეთ კავკასიაში და იყო მარტყოფის ყორღანის სტანდარტებზე იყო ძირითადად ლაპარაკი. ნუ ეხლა რაც იმის მერე რაც დელიში აღმოჩნდა ესაა კალიანი ბრინჯაოს ნივთები, ნუ ეს რაღაცნაირად ეხლა ეს უკვე შეიცვალა ეს ინფორმაცია და ამდენად დღესდღეობით დელისის აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ყველაზე უძველესია დღემდე. და აი აქ შემოდის უკვე ესა რა ქვია ანთიმონიანი საკიდები და ანთიმონიანი აი ნახეთ როგორია აი საკიდებია პატარა ესეთი ისინია რა აი მძივები არის რომლებიც ასხმულია და შუაში არის ჩასმული ეს ადგილობრივ თვითონ ეხლა აღმოჩენის პერიოდშიც კი ესენი ესები არის აი სხვადასხვა ფერის მძივებთან ერთად არის ასხმული. ამიტომ აქ ეს ანთიმონიანი ნივთების აი ესეთი გამოჩენა იწყება სწორედ აი მტკვარ-არაქსის კულტურის დროს, როცა აი მე-4 ათასწლეული უკვე იცით როგორ არის ეს არის აფეთქება მტკვარ-არაქსის კულტურაში მელითონეობს. პირველი აფეთქება რაც არის უკვე იწყებენ ცულების კეთებას, იწყება უამრავი და აი აქ არის ეს ცულებიც არის ანთიმონიანი ცულები. ეს ანთიმონიანი ცულები ეს ყველა არის სტანდარტი. ამიტომ ამას ვერაფრით ვერ გამოიყენებთ სიმყიფია ძალიან და ამაში დარტყმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ჩქარად ყდება. და ამის გამო ეს როგორ ჩანს, აქ არის აი რაღაცნაირად 1-დან 4%-მზეც კი უკვე ფერს უცვლის სპილენძს და ამიტომ ეს ცოტა ვერცხლი ეს არის საჩხერის ცულები, რომელიც ძალიან ცნობილი ცულებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრია საჩხერის ყორღანებში ეს აღმოჩენილი. და აი ზემოთ ეს რგოლი არის სუფთა ესა ანთიმონი. ამიტომ ეს ანთიმონიანი სპილენძი მე მიყვარს ეს ანთიმონიანი სპილენძი, იმიტომ რომ გიჟდები ამ ანთიმონიანი სპილენძით, კაი ფერია. ეს არის ჩემი და მამა ჩემისა და ჩემი აი ესეთი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეს არის ბელადის სამარხის ნივთებია, რომელშიც აი ეს ყანწი, რომელიც არის 24% ანთიმონიაში და იყო ვერცხლისფერი. და აი ეს ჭურჭლებიც, აი ეს მთელი კოლხური ცული, აი ეს სულ ყველაფერი აბსოლუტურად ეს მამაკაცის სამარხში ყველაფერი არის ანთიმონიანი. აი ეს კვერთხის თავიც და აღმოჩნდა რომ ესეთი 3 სამარხია აღმოჩენილი კოლხური ცულით. ეს არის ყველაზე ადრეული კოლხური ცულები, რაც დღეს ცნობილია, იმიტომ რომ აქ არის კომპლექსებში აღმოჩენილი კოლხეთსაც კი არ აქვს ამ დროს კოლხური ცული, იმიტომ რომ კოლხეთში ანთიმონიანი არის სხვანაირი სტანდარტები იქ არის აი კიდე შემდეგ სლაიდზე იქნება და აი ეს ყანწი რომელიც გულზე ეკიდა და ამიტომ აი მიცვალებულს ეკიდა გულზე როგორც ჩანს ესეთი ამასთან ერთად იყო ეს ცულიც აი ეს ხელში ეჭირა ამიტომ ეს თვითონ სამარხი იყო ძალიან დიდრული ხარის თავი იყო ჩატანებული კებრზე იყო დასაფლავებული რა ვიცი რაღაცები უამრავი რაღაცა ქონდა და ამავე დროს აი ეს არის ჩვენი გამოკვლევების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის შლაკი მისი ანთიმონის რომელიც რაჭაში არის აღმოჩენილი და ის რაჭაში თვითონ ეხლა ეს ანთიმონის საბადოები საერთოდ რაჭაშია და ამიტომ ეს ჩვენ ეხლა გვინდა რომ რაღაცნაირად ეს ანთიმონის საბადოები რამენაირად შევისწავლოთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ წყაროებში აი იგივე მაშინ რა ქვია აღმოსავლურ წყაროებში არის ინფორმაცია აი მაგალითად უგარიტში რომ ნახოთ უგარიტული ტექსტები არის რომ ანთიმონიანი მძივი რომელიც გაცვლის ერთეულია და ერთი მძივი ღირს რაღაცა 5 ცხვარი და ანუ ეს არის პირდაპირ მითითებულია ამიტომ არის ეს ანთიმონის მძივი არის მთელი ქონება თუ ანთიმონიანი მძივი წახვედი იგივე ერიდოში შეიძლება იყიდო ნახევარი ქვეყანა ბევრი რაღაცა ამის გამო აი აქ არის ახლა ძალიან საინტერესო ეს არის ყალიბი რომელიც არის მცხეთის ჯვარში აღმოჩენილი და მცხეთის ჯვარი არის ხაშურის რაიონში და ეს არის მცხეთის მძივები რომელიც შიგნით აი ეს შიგნით იმაშვება რა ქვია აქ ჩამოსული ამაშია ჩამოსული ანუ როგორ გითხრათ იცით აი ეს თვითონ ფორმა აი ამ მძივის ფორმა ეს არის სრულიად უნიკალური
აი არაჩვეულებრივი მძივებია ეს ანტიმონიანი მძივი, უბრალოდ ეხლა პატინით არის ეს დაფარული და ჩვენ არ ვიცით ეს შეიძლება თუ არა ამისი რესტავრაცია, იმიტომ რომ იცით არ არის ჯერჯერობით ანტიმონის რესტავრაცია მიღებული. აი ნახეთ, აი აქეთაც არის მძივები, უკვე ანტიმონის მძივები, როგორი ლამაზი მძივებია და ეს არის ესეც თბილისში აღმოჩენილი არის ეს რომელიც ის არის, რა ქვია, ეს სპილენძის ბრინჯაოს ნივთი ისინი იყიდია კიდემ სასაკიდები და ეს არის ზოგი მცხეთაშიან არეკვავზე, ეს ბორნიღელეზე არის სწორედ აი ამ კოლხურცულიანი სამარხები რაც იყო, იმაში იყო ძალიან ბევრი ესეთი სამკაულები, ანუ ამ კაცს ბევრი ეს აქვს ანტიმონიანი ნივთი აქვს რა და ამიტომ თვლით რომ ეს განსაკუთრებულებაა მისი პიროვნების განსაკუთრებულებას აღნიშნავს. შემდეგ კი ხო, ეხლა ჩვენთან არის ასევე ძალიან საინტერესო, ეს არის ტყვის ზოდები. რომელიც არის მე-4 ათწლეულის ბოლოს არის და ეს ტყვის ზოდები არის ესევე გაცვლის ერთეული და ნუ ძალიან მაგარი აღმოჩენა, იმიტომ რომ ესეთი ტყვის ზოდები, ანუ რგოლებია, რომელსაც მოტეხავენ და ამას ცვლიან და ზოგს ურევენ რაღაცებში და ფაქტურად ფულია, ხო ხალხური? ფაქტურად კი, ესეთი ფული საერთოდ ეს ყველაფერი ეს რგოლები რაც არის, ეს ყველაფერი უამრავი არის, აქედან გაცვლის ერთეული, ანუ ფულის ის აქვს რა მნიშვნელობა. მე ეს უკვე იზრდება, მე ხდება ძალიან დიდი სქელი ბრინჯაოსაგან ჩამოსმული, რომელიც არის ეგვიპტეში არის ძალიან საინტერესო ისინი აქვს და აქვეა ბარელიეფები, რომელშიც ჩანს კარგად სასწორის ერთ მხარეს დევს ეს რგოლები და მეორე მხარეს აწყვია ორი ხარი. თუ დევს ორი ხარი, ნუ რაღაც ესეთი ისა. და ეს არის ვერცხლის ნივთები, რომელიც ძალიან ადრე იწყებს ჩვენთან გამოჩენას ეს ყარარაქსული პერიოდის ვერცხლია და აქედან არის ადრე ბრინჯაოს ხანის ყორღანებშია და აი სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ის რაც არის აი ეს საკიდები რაც არის, როგორც ჩანს შიგნით არ ვიცი რა არის, კინა არ არის, იმიტომ ამისი შესწავლა ჯერჯერობით არ მომხდა რა და ამიტომ არ ვიცი რა, რაღაცაზე გადაკრული არის ეს სპილენძის მავთული. კი იმისი აქვეა ვერცხლის მავთულია ზემოდან გადაკრული და აი სატევარიც კი ვერცხლის არის აქ ყორღანში არის მარტყოფის ყორღანში, რომელიც არის ბენენური პერიოდის მე-3 ათასწლეულის შუახანებში და ეს არის სწორედ ის ვერცხლის ნივთები და ქვემოთ არის ასლანთეფეს სამეფო სამარხის ვერცხლის ნივთები და ოქროსი, რომელიც არის კოლხუეს ამ კავკასიური წარმომავლობის არის ესე ქვია სამეფო სამარხია ესა, რომელსაც ძირითად მიცვალებულს აქვს 65 ლითონის ნივთი აქვს და ლითონი საერთოდ იყო ესე იგი სოციალური მარკერი იყო საერთოდ. ყველას არ ატანდა ლითონს, ამიტომ არის ეს ლითონი სადაც არის ჩატანებული სამარხებში, ამიტომ მათი სტატუსი განსაზღვრულია და ეს არის და მოდის მე ძალიან ადრეული ოქროს ნივთები, ესენი მტკვარ-არაქსული არის ზედა ისა, ეს ორი ნივთი, რომელიც არის მტკვარ-არაქსული ყორღანებიდან არის, საჩხერის ყორღანებიდან არის ეს ორი ცალი, რომელიც არის მე-4 ათასწლეულის ბოლო მე-3 დასაწყისის უფრო ესეთი და დანარჩენი არის ესეთი ყველაზე ადრეული აი ამ მაშინ რადიოკარბონიც არის, აი 2578 და 2000, ნუ ყოველ შემთხვევაში მე-3 ათასწლეულის შუახანების არის ეს ოქროსა და ვერცხლის ნივთები და ნუ შემდგომ ეს ყველაფერი აი ეს უკვე ეს მთლიანად ეს არის სპექტრი ოქროს ნივთებისა, რაც საქართველოში არის აღმოჩენილი და ეს ერთიანობაში ქმნის სწორედ აი ამ საზოგადოების აი მოთხოვნილებების ასეთი ხა ნივთები პრაქტიკულად მე-3 ათასწლეულში არც სომხეთში არსებობს და არც აზერბაიჯანში, იმიტომ რომ ძალიან ვეძებდი მე როცა აი ამ ციკლს ვაკეთებდი ჩვენ მეტალურგიაზე, წავედით ერევანშიც ვიყავით, ბაქოშიც ვიყავით, ყველაფერი მოვიარეთ, ვიყავით აღმოსავლეთ თურქეთში, მთელი ეს ტერიტორიაში მუზეუმები მოვიარეთ. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი იცით რა არის, აი თანამედროვე თვალითაც კი ესთეტიური ისეთი ის მოდის.
მე მაგალითად ხმარობ ხოლმე ასლები იყიდება ახლა და გიждები შემომწოს ახლა იმიტომ ამაზე ლამაზია ჩვეულებრივი ის არის ფორმა კირა რა მინდა კითხოთ უკაცრავად აი ეს ოქროს ნივთების სპექტრალური ანალიზი თუ არის გაკეთებული სადაური ოქროთია დამზადებული ეხლა ხო ეხლა რა შესაძლოა ძალიან კაი შეკითხვაა ეს იმიტომ რომ ეს სულ არის ამაზე რომ აი სად არის აღტრისის ოქრო ეხლა რა შესაძლოა ჩვენ გამოვიკვლიეთ რაღაცა ნივთები მაგრამ როგორც ჩანს ეს ნივთები მრავალჯერადად არის გადამდნარი ჯერ ესეთი ძალიან ცოტა ნივთები შევძელით ახლა რაღაცა თუკი სადმე რამე ნაჩვენი იყო მხოლოდ ესე ძირითადად საქართველოში აღმოჩენილი ნივთების ანალიზები ჩვენ ვერ შევძელით იმიტომ რომ ეს ჩვენი კანონმდებლობით იყო თუ რაღაცა თუ ყოველ შემთხვევაში არა და პრინციპში ძალიან რთულია ეხლა ჩვენ რაც გავიგეთ ერთადერთი არის ის რომ ეს ნივთები არის სხვადასხვა შენადნობის, ანუ სხვადასხვა შენადნობები არის ეს შერეული, ამიტომ მათ წარმომავლობაზე ჯერჯერობით, ახლა მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ შემთხვევაში საჩხირის ეს ორი იყო ეს არის, რა ვქვია, რგოლია, რომელიც, ну, არა, შეუძლებელია მათ ანალიზების გაკეთება, იმიტომ რომ ეს უნდა მაშინ ტრანსპორტირდეს მაშინ ფრანკფურტის ლაბორატორიაში, სადაც არსებობს მისი ისა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა ძალიან საინტერესო ისა გვაქვს, როცა აი მაშინ სადღაც ჩრდილოეთ მესოპოტამიაში თელ ებლარი, რომელიც საფრთხის ოქრო აღმოჩნდა, ორი ზოდი აღმოჩნდა, ესეთი პატარა, რომელიც ყველაფერი ემთხვევა. ქიმია, გეოქიმია, ისა, ესაც ყველაფერი ემთხვევა. ამიტომ ჯერჯერობით ეს ეცით როგორ არის ოქროზე მიმდინარეობს, ბატონო? მითხარი რამე? არა, უცებ ხმა დაიკარგა და მოვიბოდი შე რომ ხო და ამიტომ ეს ახლა ჩვენთვის ეს ოქროს ძიება და ოქროზე ანალიზების კეთება ხომ ჩვენზე არ არის აქ ლაპარაკი ახლა მთელი ბოხუმის უნივერსიტეტი და ბოხუმის მუზეუმი ოქროს დიდი პროექტები აქვთ მათ და ისინი მუშაობენ მაგრამ სამაგიეროდ მათ ასევე აქვთ ჩვენი საფრთხის ოქროს ანალიზები და აქვთ ყველაფერი და ამიტომ თუ სადმე რამეს მსგავსი პოვიან ყველაფერზე ესეთი ამბავი არა იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ნივთები გაკეთდა, მათ გააკეთეს ამერიკაშიც გააკეთეს, პენსილვანიის უნივერსიტეტშია შენახული მთელი ეს ურის სამეფო სამარხის ოქროები, ამიტომ იქ ჩავიდნენ, იქ გააკეთეს დიდი პროექტი, ისინი ყველაფერი და ამიტომ იქაური ლითონებიც კი ძალიან ბევრი ის არის, რა ქვია, ძალიან ბევრი შენადნობი, ანუ სხვადასხვა ოქროები არის გადაბნარი და შენადნობი, ამიტომ ეს პირველ წყაროს პოვნა ძალიან რთულდება ამ შემთხვევაში. ხო, ეს არის სვანეთში აღმოჩენილი უროების ზარგაში, აღმოჩენილი 44 კილოიანი უროებია, რომელიც არის ადრებრინჯაოს ხანის, ეს ცულიც იქ არის ნაპოვნი ბატონი შოთას მიერ და ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ შევიყავით ჩვენ სვანეთში ექსკურსიაზე სტუდენტები ყავდა გერმანიიდან, მე ბოხუმის სტუდენტებიც ჩამოვიყვანე საქართველოს ძეგლებს და ამიტომ იქ ჩვენც ვიპოვეთ ზარგაში ეს ისა, რა ვქვია, ეს 42 კილოიანი ურო ვიპოვეთ და ჩამოვიტანეთ და სვანეთის მუზეუმში ჩავაბარეთ, იმიტომ რომ სულად არ თქვი ძლივ ჩამოვიტანეთ. ხო და ნუ ძალიან გახარებულები ვიყავით რომ ეხლა მეორეც აღმოჩნდა ესეთივე დიდი ურო და საერთოდ ეხა იქ ბატონმა შოთამ ვერ დაამთავრა იქ სამუშაოები, მაგრამ ძალიან მაგარი ძეგლია თვითონ ესა და აი ეს არის სპილენძის მადანი, აი ეს არის ის რაც სპილენძის აღმოჩენა როგორ ხდება ხო ვიზუალური თვალსაზრისით, როგორც კი მიდიხარ დაინახავ ამას, იმ წუთში იწყებ ეს აბჭყვიალებს, ხო აი ესეთი არის ბუნებაში სპილენძი, რომელიც ძალიან ჭკვინავს. მაგრამ ხო და ასევე ძალიან სასაცილოა ხოლმე ჩემი კოლეგა ანდრიას ჰაუტმანი სულ მეუბნება, რომ არის ესა რაც მინარებია დამავიწყდა ხარ აქვია იმას ხესო ეს არისო კატების ოქროსაც აღიანო ხო და ამიტომ არ უნდა შეცდეო ამ იმაში რომ ეს შეიძლება ესე ჭკვინავდეს მაგრამ ოქრო არ არის ეს არის ხო როგორია ნათქვამი რომ რა ყველაფერი რა ჭკვინავს ოქრო არ არის და აი ეს არის საფრთხის ხო ეს ფოტო როდესღაც იყო ეს აღდრისი ახლა აღარ არის იყო ხო ახლა აღარ არსებობს მაგრამ რომ იყო ისიც ძალიან ბედნიერება რომ ვიპოვეთ და რომ ეს
მთელი დოკუმენტაცია შენახულია და ეხლა გამოცემისთვის ვამზადებთ 5-ტომეული გამოვა მე მგონი იმდენი რაღაცა. ამიტომ ეს არის სწორედ აი ეს სეგმენტი იყო ათვისებული მხოლოდ, იმიტომ რომ ძარღვები იყო მხოლოდ აქა და ეს არის სწორედ ის, როცა როგორ მოყვება ძარღვებს, ანუ ეს ოქრო, ანუ ოქრო იცით როგორ არის, ოქრო ნაწილდება იმას რკინის ქუდს ეძახიან აი ზედა ნაწილში. და აი ეს არის ჩვენი ისა, ჭრილია გაკეთებული როგორ იყო ეს. ეხლა ეს არის ძველი გვირაბები, არის აი ზემოდან ქვემოთ რაც ჩამოდის. აი ჰორიზონტალური ყველა არის თანამედროვე რომელმაც გადაჭრა ეს ძველი გვირაბები. და ამიტომ იქ აღმოჩნდა ესა და აი აქ არის სწორედ ის ფენები და აი ეს ოქრო რაც გავრეცხეთ ჩვენ ამ ფენებიდან, აი ესეთი ოქროს ის გამოვიდა ქვიშა თვითონ, აი ამ ფენებში ეს არის იატაკი, რაზედაც იდგნენ ესენი, ანუ რაც დარჩათ, ანუ რაც მოიპოვეს და რაც ჩამოიფშრონ და იატაკზე დარჩა. ეს იყო ეს იატაკები სულ გავრეცხეთ. აი თქვენ ხედავთ რა, ეს არის სხვადასხვა პერიოდში მოტკეპნილი იატაკები, იმიტომ რომ მადნის ამოღების შემდგომ ეს გვირაბები ისევე ივსება, რომ დასადგომი ქონდეთ და თავისუფლად ჩავიდნენ ქვევით. ამის გამო აქ იქნება აი ესეთი იატაკები, რომელიც არის მოტკეპნილი და ამაზე იყრება აი მოპოვების დროს ნარჩენები. ამიტომ ესენი ყველაფერი გავსინჯეთ და აი აქ აღმოჩნდა რომ აი ესეთი არაჩვეულებრივი ის მივიღეთ შედეგი და ეს არის ქვის იარაღები, რომელიც ძირითადად გამოიყენება და გვაქვს სადღაც 20,000-მდე არის, მე მგონი ეს ქვის უროები, რომელიც აი ამ საღტრისის, აი ამ სეგმენტში აღმოჩნდა, რომელიც იყო ჩრდილოეთი მხარე, აი ესე ცამკუთხედი სეგმენტი იყო, სადაც იყო ოქრო და ეს არის თიხის ნატეხები, რომელიც პირველად ახლა საღტრის აღმოჩენა როგორ მოხდა. პირველად შევედით ამ ახალგაჭრილ გვირაბში და ისეთი სიბნელი იყო, რომ ვიყავი ქვესკნელში, მაგრამ ოქროში. მაშინ იყო, რომ ეს კედელზე როგორც კი დამანახეს, რომ აი ეს არის, ნახეთ, აი ეს გადაჭრილი რაც არის და ამ იმას ჰქონდა იატაკი, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ კლდე, რომელიც არის გამოღებული და აქ არის იატაკი, რომელშიც არის და იმას ვქენი, ჩამოვწმინდე, ესე პატარა ის ჰქონდა ოპინელის დანით, იმიტომ რომ სხვა იარაღი არ მქონდა. და უცებ გადმოვარდა კერამიკა და ვარ სადღაც 28 მეტრის ქვეშ და უცებ ვიძახე აქ კერამიკას რა უნდა ამ სიღრმეზე და ნუ რაღაცა ესე გამოვიღე და ნუ იქ რაღაცა იმაზე რა ქვია ამინთესისა ნატურა და მithre აი მოთხარ ეს მეთქი კვარარაქსული კერამიკა და ვისაც ნავინც სამშევარია ხა ამ კვარარაქსული კერამიკა არ არსებობს ის შეეშალოს რამე სხვა კერამიკაში იმდენად თვალშისაცემი იმდენად განსაკუთრებული და მაშინ ვთქვით რომ ვაიმე დედა მგონი კვარარაქსია და კინაღამ გადავირიეთ და ეს არის რადიოკარბონული თარიღები რაც მივიღეთ მაშინვე რა იყო ეს იყო სადღაც 2 თვეში წავიღეთ ეს ანალიზებისთვის ეს ისა ნახშირი და სწორედ იქ იყო რა ეს ამბობენ ეხა დაახლოებით თუ შეიძლება აი ამ მონაცემებიდან მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ ესე იგი მოიპოვებოდა ესა აი რამდენი ადამიანი იყო თქვა აი როგორი ეხლა როგორ არის იცით არა ხო ეხლა როგორ არის იცით რომ ეს არის პრინციპში ქარხანა ფაბრიკა დავარქოთ ასე ხო ეს არის ფაბრიკა სადაც არის შრომა დანაწილებული და ორგანიზებული აქ არის ვიღაცას უროები მოაქვს ვიღაცა ტარს უკეთებს ვიღაცა ხნის გამოტანილ მადანს იმიტომ რომ იქ არის ძალიან კარგად ესა რა ქვია კონტროლირებული უნდა ყოფილიყო ეს სამუშაოები იმის გამო რომ მანუფაქტურული ის იყო პრინციპი ხო? ხო, მანუფაქტურული ის არის, იმიტომ რომ იქ შიგნით ერთი კაცი ეტევა, იქ ძალიან ვიწრო გვირაბები, ეგ ვერ ჩადის ბევრი ხალხი, ამიტომ იქ არის ერთი არის რომელმაც იცის რა უნდა მოთხა, იმათა გამოიტანოს და რა უნდა მოანგრიოს. მე და ის იყრის და მეორეც იმაში და მე ზევით ამოდის, ზევიდან ის ფუჭიქანებისაგან თავისუფლდება, იქ მე ის არის, რა ქვია, მე იქ იფხნება, იქ მე უამრავი იარაღია, ძვლის იარაღებია, აი რაც ანალიზებს აკეთებს, აი არ იცით, ხა ძალიან საინტერესოა სხვა ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და მართლა ეს ყველაფერი არის გამოფენილი და შევეცადეთ, რომ ყველაფერი დეტალურად მოგვეყოლა ტექსტებში, იმაში და ნუ მე ვთვლი, რომ რაღაცა სახით მაინც დარჩა ეს ირა თუ შეიძლება უკაცრავად თუ შევსდები შემისწორებ თუ არ ვწები ჰეროდოტეს აქვს ნახსენები რომ მოსინიკები თუ ხალიბები
იმათ არც თქვათ მარცვლეული მოყავთო, არც ვაზიო, არც მესაქონლეობას მისდევენო, მათ საქმე არისო მადნის მოპოვება და მერე ლითონის გამოდნობა და სულ გამურულები დადიანო. ანუ ეს მეტალურგების დასახლებაა, ხო, ასეა? ხო, ეს მეტალურგი, ამათ არც ალიათ სამეურნეო საქმიანობისთვის. ამათ სრულიად სხვა საქმიანობა აქვს. ამ ხალხს, ახლა იცით როგორ არის, ახლა ჩვენ იქ სამარხები გვაქვს, სამარხები არის კოლექტიური. და ჩვენთან ახლა ანთროპოლოგები ვინც არიან, სწავლობენ ბალიჭებში, ხო? ბალიჭი. ეს არის საღვთისის, ანუ ეს ახლა იმაზე, რუკაზე, იმაზე აეროფოტოზე. ეს არის იქ სადაც ისინია, რა ქვია, ეს არის სამთო წარმოების ძეგლების აღნიშნულია ეს ორი ჩაქუჩი და ეს თვითონ ცისფრად რაც არის, ეს მთლიანად არის სახელოსნოები. ეს ანუ დასახლება, რასაც ვეძახი ჩვენ, მაგრამ დასახლება სახლები ვერ ვიპოვეთ, საცხოვრებელი სახლები არ არის აქ. ამის გამო, ეხლა ჩვენ კარგად ვიცით ეს მისი, რა ქვია, სახლები როგორ იმაშვება, ხო? მაშინ, რა ქვია, მტკვარ-არაქსული სახლები როგორი არის, ხო? თითქოს გუშინ წავიდნენ, იქიდან ისეთი ისინია ხოლმე და აქ მსგავსი არაფერი არ გვაქვს. აქ არის მხოლოდ ღია სახელოსნოები, ღია, იმიტომ ფანჩატურისავით, იმიტომ ფანჩატური ოდნავ გადახურული, ნახევარი გადახურულია და ესეთი ისინია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამას იმაშვება. და აი აქ არის ეს ვერცხლის ტიგელია ესა, ვერცხლი იყო შიგნით გამომდინარი და ამიტომ შიგნით შემორჩენილი არის სწორედ ეს. ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ბევრი, ძალიან ბევრი ნატეხებია ამ ტიგელების. ამიტომ ეს არის როგორც სპილენძის, ესევე ოქროსი, ესევე ვერცხლის და რაღაცნაირად ესეთი მთელი ანსამბლი არის აი ამ სამელითონეო სახელოსნოში და მისი იარაღები. აი ეს არის ერთ-ერთი იარაღი, რომელიც ის ამ სახელოსნო, რომელშიდაც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეს არის ღია და გარშემო ესეთი ეს არის ქვებით შემოზღუდული ის აქვს, რა ქვია, კედლები და ჩვენ იატაკი გავრეცხეთ, იმიტომ რომ გვაინტერესებს, აქ იყო ძალიან ბევრი დასაფხვნელი იარაღები, მადნის დასაფხვნელი და აღმოჩნდა, რომ აი ამ იატაკზე რომ გავრეცხეთ, აღმოჩნდა ძალიან ბევრი ოქრო. იმის გამო, რომ ჩვენ ეს იატაკი ავიღეთ, ჩვენ დავასკვენთ, რომ აქ იფხვნებოდა საყდრისის მადანი, იმიტომ რომ აქ ყველგან იყო ესეთი დასაწყობებული ეს მადნები რა, იქ აი ესეთი ის იყო, ის ჰქონდათ რა, რაღაც ის როგორი რამდენია უკაცრავად. აქა ამაში იცი როგორ არის? ძირითადად იყო სადღაც ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სადღაც 400-მდე არის, მე მგონი ესეთი ისინია რა. აი ნახე როგორი მრგვალი ნაგებობებია, ხედავთ? აი ესეთი უზარმაზარი მრგვალი ნაგებობებია, რომლებსაც აქვს საერთო კედლები და ძალიან საინტერესო ის აღმოჩნდა შიგნით არის ბავშვის სამარხები. როგორც ჩანს, ბავშვები არიან შეწირულები. როგორც ჩანს, იმიტომ რომ ყველა ოთახში არის ერთი სამარხი ბავშვის, აი ესე მიდგმულია კედელში და ზემოდან ძალიან ბევრი, თქვა ასადღაც 20-30 სამუშაო იარაღი აქვს. რა, ზოგ შემთხვევაში სამარხშიც არის ჩატანებული. ამიტომ იქ ძალიან საინტერესო დგება საკითხი, საერთოდ გვირაბებში ცნობილია, რომ ბავშვებს ამუშავებენ. საერთოდ აი ხა როშა მონტანაში მაგალითად, იქ ისიც არის, რა ქვია, ბავშვების ისიც არის იქ. რა ქვია, აღმოჩენილი არის, რომ ეს პატარა ბავშვების ფეხსაცმელები, რაღაცები არის, ქვეყნის რაღაცები აღმოჩნდა. ჩვენ სამწუხაროდ ესეთი არაფერი არ გვიპოვია, მაგრამ აი ეს იყო სრულიად გადასარევი ოთახი, რომელშიც არის ძალიან ბევრი კერა შიგნით. და აი აქ ქვემოთ, აი შუაში რაც არის, აი იმაში იყო ტაფა იდგა და აი ამ ტაფაში და გვერდზე რაც არის ის ჭურჭელი, იმ ჭურჭელში იყო ოქროს მადანი ეყარა დაფხვნილი. უბრალოდ სავსე იყო და იმდენად ესეთი იყო, აი ესეთი ისავით რა, პუდრასავით, რომ მაშინვე გავრეცხეთ და მაშინვე ვნახეთ, რომ ეს არის ოქრო უკვე კონცენტრატი, ანუ რაც უნდა გამოთნეს. აი რაც უნდა გამოთნეს, რომ ჩაყრდა მე ოქრო გამოთნეს. ამიტომ ესენი ყველაფერი ბოლონის მუზეუმშია გამოფენილი. ამიტომ ეს იმაში, რა ქვია, და ქვედა ნაწილში იმის გამო, რომ საყდრისის მადანი კვარციტებშია და მასთან ახლავს მოწითალო ფერი არის იმისი, რა ქვია, ჰემატიტის. როგორც ჩანს, ამ გარეცხვის მერე ეს ჰემატიტს აცალკევებენ და ის არის პიგმენტი, წითელი პიგმენტი, რაც შემდგომ უკვე მტკვარ-არაქსში გამოიყენება ჭურჭლების გასატრიალებად და წითლად შესაღებად.
და აი იმაში, აი ზემოთ რო სლაიდი იყო, იმაში აღმოჩნდა სწორედ ეს პიგმენტები იმ ჭურჭელში. და ნუ ასე კი არ ვიცი, ნუ ყველაფერი იქვეა, როგორც არის ისა, რა ქვია, ოქროს დაფხვნილი ოქრო, მადნებით, ყველაფერი ერთად არის და ამიტომ ხა ნუ და არის კიდე აურაცხელი სახე. ეხლა ყველაზე მთავარი რაც არის, რაც საღტრისში არის აღმოჩენილი ნივთები, ესეთი იარაღები, ის არა გვაქვს ჩვენ ნამოსახლარზე. იქ მარტო თავისებური იარაღებია, რაც უკვე მეორე ეტაპის დასამუშავებელი იარაღებია. უროები არა გვაქვს, მაგალითად, უროებს ვერ ნახავთ ნამოსახლარზე. ურო არის მხოლოდ საღტრისში და არის სადღაც 12000 უროა. ამიტომ რაღაცა ისა თქვენ რომ ფონდში შეიხედოთ, შეიძლება გადაერიოთ იმდენი უროა. და აი აქაც ესეც არის სახელოსნოები და ეს არის სწორედ ის აი სახელოსნო, აი ნახეთ როგორი ჭურჭელი ეს არის, ქვის იარაღია, ხედავთ, აი ჩაღრმავებული რო არის. ეს არის დასაფხვნელი, დიდი დასაფხვნელია და ეს არის სახელოსნო, აქ აღმოჩნდა ბევრი ისა, რა ქვია, ძალიან ბევრი ისინი აღმოჩნდა ტიგელები და აღმოჩნდა ასევე ოქროს ტიგელის ფრაგმენტი და რომელიც გაიმასაქნა და შიგნით იყო შემორჩენილი ოქროს აი ეს მარცვლები. და ეს არის სწორედ აი ამ ბეუქესიქის, ესა სოღბულაღის ყორღანის მძივები, რომელიც ისეთი პატარაა, რომ ნუ რა ვიცი მე რა ქვია, თავიდან ისე იყო, რომ სანამ არ გაცრეს, ამის პოვნა წარმოუდგენელი იყო, ესეთი პატარა არის და მაშინ შეისწავლეს ესა და ესაც არის სწორედ საბადოსეულია, ამიტომ ეხლა იქ საღტრისის არის თუ იქიდან არის, არ ვიცი, მაგრამ ეს არის უკვე ძალიან საინტერესო კვლევა ჩავატარეთ ერთ ხვიაზე, რამდენი ადამიანი და რამდენი საათია საჭირო ერთი ოქროს ხვიას მოსაპოვებლად და დასამზადებლად რა და ამიტომ აქ არის მთელი კალკულაცია არის ერთ ხვიას რამდენი შრომა ჭირდება. ანუ მოპოვებიდან პროდუქტის მიღებამდე რა. რა დადგინდა? რა დადგინდა 3 დღე. რაღაც 28 საათი, რა 3 დღე ისე რა, რომ დაიძინო გაიღვიძო. და აი ეს არის ძალიან საინტერესო, ეს არის საღტრისის ოქროს საყურეები, რომელიც არის ჰასანსუში არის აღმოჩენილი აზერბაიჯანში. რომელსაც აი ეს დიაგრამა, რომელიც არის ლაბორატორიიდან მიღებული, ეს არის ყორღანის ესა, რა ქვია, მე-3000 წლების ადრეული პერიოდის ყორღანი, სადღაც მარტყოფული პერიოდის და აი სწორედ ის არის დაემთხვა პირდაპირ საღტრისის ოქროს აი ეს ყველაფერი, რა ერთიანი. ამიტომ ჯერჯერობით ეს ერთი ცალი გვაქვს. და აქ არის ძალიან საინტერესო, ვის ჭირდება ოქრო და ვის მიაქვს და ვისთვის არის ეს ოქროს ამდენი ამბავი და ამდენი მოპოვება და ესა ვის ჭირდება მეფეს და ხელისუფალს და ჭირდება ღვთაებას. იმიტომ რომ ღვთაებას ამ შემთხვევაში მოსავენ აი მესოპოტამიაში ესეა რომ სპილენძის ქანდაკებებს აქვს ევნა გადაკრული თხელი ფირფი და ისე ოქროსი და ეს არის სამეფო სამარხი ასლან თეფეზე, რომელიც თურქეთშია ხო თორსტები ასლან თეფე? თურქეთში კი ამასიასთან იქ არის და ეს არის კავკასიელი არის ეს კაცი, რომელსაც 4 კაცი ყავს ჩატარებული, აქედან 3 ქალია, ასა 3 ქალია და 1 კაცია კიდევ დამატებით და ამათ ყველას აქვს დიადემები, ამიტომ ამ სამარხში არის ზუსტად ისეთივე დიადემები, რაც ჩვენთან არის ქვაცხელასა და გუდაბერტყაზე აღმოჩენილი. ანუ რა მინდა გითხრათ, ანუ ეს საზოგადოების აი ეს მოთხოვნილება ვის ჭირდება, ანუ ჩვენთან არსებობს, ესე იგი, ჩვენ კი არა გვაქვს ნაპოვნი ეს ხო ვარაუდობთ, რომ იგივე ეს დიადემიანი სამარხი ჩვენთან ქალი არის, ხო, მზიას ბატონმა ლალჯავშურმა გათხარა. ამიტომ მზიას სამარხი დაარქვეს იმას, იმიტომ რომ იმას აქვს ძალიან საინტერესო სამკაულები, მაგრამ ოქრო არ არის. მაგრამ დიადემა აქვს, რაც ყველაზე მთავარია და ამიტომ ეს საზოგადოება, ანუ ეს სამეფო საზოგადოება, რომელსაც ეს მთელი სამეფო სამარხის მიხედვით ეძახიან, უნდა საქართველოშიც და კავკასიის ტერიტორიაზე, მტკვარ-არაქსის კულტურა არის ერთადერთი
საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული კულტურა, რომელმაც ფართოდ დატოვა საქართველოსა და კავკასიის საზღვრები და ჩავიდა მესოპოტამიაში, იგი ქიმაში, ლევანტეს კორიდორში, ირანში და ჩრდილო კავკასიაში. ამიტომ ესე ფართოდ არც ერთი კულტურა აღარ გასულა კავკასიის საზღვრებს გარეთ, როგორც იყო მტკვარ-არაქსი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის საერთოდ აი ამ საზოგადოების საქმიანობისა და მისი აი გარე სამყაროსთან ურთიერთობის საკითხში და რა არის მთავარი აქა მელითონეობა. და სულ იცოდინო მტკვარ-არაქსელები ოქროს მატარებლები არიან, თქო, იმიტომ რომ ამ პერიოდში ჩდება მესოპოტამიაშიც ოქრო და ყველგან ჩდება ამ პერიოდში, აი დაახლოებით ყველგან ერთნაირად იწყებს აი ეს ოქრო გამოჩენას. ეხლა ერთი რაღაც გამახსენდა მე, როცა 84 წელს აქ იყო, 84 წელი იყო, ხო ტიმსევერინი რო ჩამოვიდა საქართველოში. ხო, იყო. 84-ში მოგეთ ინგლისელმა ისტორიკოსმა მოგზაურმა არსებობს ეგეთი ექსპერიმენტული არქეოლოგია. და ესაც ეს კაცის მის წარმომადგენელი იყო და თავის თანამოაზრეებთან ერთად საბერძნეთში აგებული გემით, რომელსაც არგო დაარქვა, გაიმეორა იაზონის მოგზაურობა და ჩამოვიდა ფოთში და დადასტურდა, რომ შესაძლებელი იყო რომ მოსვლა იქით საბერძნეთიდან, იოლკოსიდან იმამდე კოლხეთამდე. და აქ დახვდა მაშინ დახვდნენ რა თქმა უნდა და მოატარეს ის რა ქვია თბილისშიც იყო საქართველოს ტელევიზიით გადაიცა მასთან ინტერვიუები სვანეთში აიყვანეს და აჩვენეს იქ ოქროს როგორ მოიპოვებენ ისე აი ძველი წესით ტყავზე და სხვა და ეს მუზეუმები რო აჩვენეს ფონდებიც მუზეუმების და რატო ლაპარაკობ ამაზე მე ინტერვიუში თქვა გაოცებული იყო ეს ტიმსევერინი მე ბევრი ქვეყნის მუზეუმები მაქვს ნანახი და მათ შორის ფონდები ცოტა არც ერთ ქვეყანაშიო სადაც მე ყოფილვარო ეს რაც არის ფონდებში ეს ხო სამარხებში აღმოჩენილი იარაღი იყო ესე იგი საექიოში გატანებული ბრინჯაოს ნივთები და ლითონის ნივთები არც ერთ ქვეყანაში მე არ მინახია ამდენი საექიოში გატანებული ნივთი რამდენიც საქართველოს ტერიტორიაზე კი რამდენი ქონდათო ამ ცოცხლებს რომ არ ინანებდნენ სხვა ქვეყნებში თქვა ამის უფლებას ვერ აძლევდნენ თვითონ სჭირდებოდათ ყოველდღიურობაში ეს იარაღები და აქ ესე იგი რამდენი ქონდათო ამ ჭირის უფლებს გარდაცვლილების რომ იმათ ამდენს ატანდენო ეს გამახსენდა ეხლა სიუხვე ამ ლითონის ნივთების რომელიც აღნიშნა საექიოში გატანებული ნივთებისა რომელიც ტიმსევერინმა ხო არა ძალიან ბევრია ეხლა რაშია საქმე ხა მე თვითონ სამარხები მაგ გათხრილი თითო ქალს 5 კილო ბრინჯაოს სამკაული აქვს და ისეთი ახლა ამ ფაქტია რომ ამ სამკაულით ესე ყოველდღე ვერ დადის ხო როგორ უნდა იარო იმიტომ რომ როცა აღმოჩნდა ერთვენიან დღესაც გადავწყვიტე რომ იქნებ რაღაცნაირად შევიდე მის მდგომარეობაში და გავიკეთე და კიდე მოვგდივ სიმია ამიტომ რაღაცა ისეთი ის არის რა რომ ეს თვითონ ეს ნივთები არა ყველაფერი არის ესეთი რა აი ხა მაგალითს გეტყვი რა სამარხში, აი მამაკაცის სამარხში არის 3 კვერთხის თავი. 3 ერთად ხო არ უჭირავს. ამიტომ აქ არის, აი ელემენტარული აიღე, აი ჩვენი პატრიარქი ხო, რომელიც აი საშობაოდ, საღდგომოდ, ну რა ვიცი, უამრავი, სულ სხვადასხვა კვერთხი უჭირავს, თუ დააგვირდი. იმიტომ რომ ეს არის თვითონ აი ეს რიტუალები მოითხოვს სხვადასხვა იმებს, რა ქვია, სხვადასხვა დანიშნულების, რომელთაც ამყარებს კონტაქტს იგივე თაებასთან, იგივე რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეს 3 კვერთხი არის სპეციალურად ამ ადამიანისთვის შექმნილი. იმიტომ რომ ანალიზებმა გვაჩვენეს რომ ეს ყველაფერი ხო ერთ სამარხში რაც არის იგივე ქალების სამარხში ქალები თვალების მზის ღვთაების ქურუმები არიან და ეს ქალების სამარხებში რაც არის თითო სამარხში ყველა ერთი ლითონისგან არის ანუ ეს არის შეკვეთა რომ აი ეს ქალი როგორც კი გახდება ქურუმი ამისთვის უკვეთავენ და უნებიან აი ეს გააკეთეთ ამ ლითონისაგან და ეს ლითონი კეთდება. კაცისთვის კეთდება ეს კაცისთვის არის ანთიმონიანია. ამიტომ ყველაფერი მძივ ქალებს კი არა აქვს ანთიმონია. ქალებთან არ არის საერთოდ. ამიტომ იქ არის კაცის, მამაკაცის ფერი, კაცი ქალის ფერი, ну ეხლაც ესეთია ხომ, ეხლა ისეთი ის არის, რომ გოგოსი ვარდისფერია და ბიჭის ცისფერია, რაღაცა იმაშები ხო ეს ცისფერი და ვარდისფერი, მაინც თბილი და ცივი ფერებია, რატოღაც ისეთი ის არის, ხომ, ეს არის.
და ეს თვითონ ვერცხლისფერი, თვითონ ვერცხლის შექმნა აი მამაკაცისათვის ეს სამარხებში დადასტურებულია პირდაპირ. არაჩვეულებრივი პრეზენტაცია იყო, ხალხო, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომელიც მერე შეხვედრავს ეს არქივში იქნება ჩვენი გადაცემა YouTube-ზე, კიდევ ერთხელ ესეთი გაუსიგძე განოფაქტი, როცა დაიწყო ხალბატონო ენა მოყვა, მე-6000 წელზე ვლაპარაკობდით. ანუ 8000 წლის წინ. ქრისტეს შემდგომდე და ეხლა ქრისტეს დამხდებიდან მეორე 1000 წელს შუა. ესე იგი, წარმოიდგინეთ რა მხელა, რა მასშტაბის დროზეა ლაპარაკი და როდის იყო ის აი აღნიშნეთ კიდე ესთეტურად თუ გინდათ ნამუშევრით, რა ვიცი, აი თანამედროვე სამკაულები ფაქტიურად, რა ვიცი, ძალიან საინტერესოა. არა, როგორი წოდნა და რამდენი ექსპერიმენტი და რამდენი რამ მასშტაბის მუშაობაა გაწეული. შრომის ორგანიზება და თო წოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგია, მე არ ვიცი, უზარმაზარი რაღაც ისეთი არა, ძალიან საინტერესოა, იმიტომ ეს მელითონეები მე ეხლაც ძალიან საინტერესო ხალხი არიან ეს მელითონეები და საერთოდ აი ეს იუველირები და ისეთი რაღაცები იციან, რომ რა ვიცი ახლა ყოველ შემთხვევაში აი ეს იცით როგორ არის აი მაგალითად ოქროს ტექნოლოგიაში მან რა ქვია ეგვიპტელებმა 1 გრამი ოქრო 8 კილომეტრზე გაწელეს. ეს იყო ტექნოლოგიური პროცესის აღნიშნულია. და ბერძნებმა ეს 16 კილომეტრზე გააკეთეს. ანუ იმდენად აი ხა ცვარა, ხო ცვარის არც ჩანს ახლა იგივე ვანის იმაში რომ შეხვიდეთ გამოფენაზე რომ ნახოთ ესე იგი ჩიტების თმები როგორ არის გაკეთებული და აი ეს რაღაცა აი ის ბაკანი და ესა ხო? არა, საოცრება, ნუ თმები არის, ჩიტის თმები არის, ესეთი ხუჭოჭა თმები უზის ცვარად საოცრება და ჩემთვის არის სულად გასაგიჟებელი. ან რა თვალი ქონდათ, ან რა ხელი ქონდათ, რომ ამერიკის ხო, ეს არის ტექნოლოგიის აი უმაღლესი ეტაპი რა. ეხლა აკეთებენ ეგეთ დონეზე ცვარას თუ იცი? ხო, არ ვიცი, მე მგონი არ ვიცი. ესე რომ აი ხა ის ჩიტები როა შეგნით რომ ხედან იმაში სამკაული არის აი ესეთი რა, აი აქამდე და ეს არის სადღაც 40 ცალი, აი ესეთი უპატარავესი ჩიტი, რომელსაც აქვს თმები, ხუჭუჭი. ბუმბული. რაღაცები არის ესეთი, რომელიც აი შეიძლება გაგიჟდე. და ახლა თუ იცით არ დააკვირდი, ახლა აი ელემენტარულად ვეთქვი. თქვენ გინახავთ ლომი, აი კლიანად ლომი, ჩვენი ეს ძვირფასი ლომი. 5 თეთრიანზე რომელიც არის. ხო, ისა. როგორი ჭყალები აქვს, იცი? აი გაგიჟდები, როგორი ნატურალური, იცი, შეიძლება გადაირიო და აქვს სასქესო ორგანოები. იცი როგორი არის? აი რომ შეხედო. იტყვი რომ ეს კაცო, ეს რანაირად გაუკეთეს რა? ასე ეს ყველაფერი არის საოცრება, აი ჭყალები არის როგორ გამოყვანილი, იცი? რომ აი არ ვიცი. რამდენის არის 3800 წლის არის თუ არ ვცდები, ხო? ხო, მე-3000 წლეულის არის სადღაც 2000 ძველი წელთაღრიცხვით 2600 რადიოკარბონი არა გვაქვს მაგალითად, მაგრამ მაგ პერიოდის არის რა, სადღაც 2600-2400 აი პერიოდის არის. მაგრამ ნუ საოცრებად რომ ჩამოსხმულია თანცვილის მოდელით არის დაკარგა, ნუ ესეთი ლომი ხო, არ ვიცი ვის აყავს რა, საოცრება, ძალიან საყვარელი კი მე მიყვარს ძალიან. ანტრიელეთის ტასები, ვერცხლის და ოქროსი, როგორი ნამუშევარია. ხო, ეს კი ეს ახლა ცალკეთება, მაგრამ ეს არის აი მცირე პლასტიკა, ლომის ქანდაკება და ნუ საოცრება. ხო, ძალიან ყველაფერში ხა თუ დეტალებში შეხვალთ, აქ მართლა ეს არის ძალიან მაღალი კლასი არის აი მეტალურგიაში და მელითონეობაში და საერთოდ აი ამ ოქრომჭედლობაში და რა ვიცი ყველაფერში ძალიან მაღალი კლასი. ძალიან საინტერესო იყო. იმედი მაქვს კიდე გავაკეთებთ ესეთ საინტერესო ამბავს და დიდი მადლობა, კარგად ვწამდებოდეთ ნახვამდის. ახალ წარმატებებზე აღმოჩენებს აუცილებლად მოგახსენებთ ახლებსაც. ამ YouTube-ის ჩანაწერის ლინკს მოგაწოდებთ, რომ თქვენც გქონდეთ. კი, აუცილებლად. დიდი მადლობა. გამოვლენით დაველოდებით და მოусმენთ. კარგად. კარგად.